კვირის მთავარი თემები და განსხვავებული პოზიციები ტრადიციულად საქმიანი კვირის ბოლოს პარასკევს საღამოს პოზიციის გუნდი და სტუდიაში ნინო შუბლაძე მოგესალმებით. საჯარო პოლიტიკოსი და როგორც ზვერა ვოიაჟი რატომ ჩავიდა ყოფილი პრემიერი რუსეთში და რა მოლაპარაკებებს მართავდა ზურაბ ნოღაიდელი მათთან ვინც ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავენ იპოვეს თუ არა საერთო ენა შეხვედრის მონაწილეები ეს არის პირველი ნაბიჯი რომელიც ბატონმა ზურაბმა გააკეთა ჩვენ ასე ვთქვათ ძალისხმევას კიდე მოყვება სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების ჩამობრძანება კიდევ რომელი ქართველი პოლიტიკოსი გამოჩნდება რუსეთში და გაგრძელდება თუ არა ნოღაიდელის მიერ დაწყებული არაფორმალური თუ ოფიციალური მოლაპარაკებები საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი რომ რუსეთთან ურთიერთობები აღვადგინოთ, რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე. ნოღაიდელის მოსკოვური და თბილისური გეგმები, სადაც ყოფილი პრემიერის პარტიაში სკანდალური ფიგურა ჩნდება. ლოთიკობალია ქართულ პოლიტიკაში დამუხდა. პრემიერობის შესრულების დროს ლოთიკობალიან დახვრიტა დათო ბოლქოძე. მე მის დას აუხსენი როგორც იყო და რანაირად იყო. მე ამ კაცთან შეხების წერტილი არანაირი არ მქონდა. რატომ გადაწყვიტა თავის რიგებში ლოთიკობალიას გაერთიანება და რა შედეგი დაბრუნდა რუსეთის დედაქალაქიდან ზურაბ ნოღაიდელი? ყოფილი პრემიერის პირდაპირი ეთერი პოზიციაში. ყოფილი სპიკერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი. შედგება თუ არა ბურჯანაძე ოქრუაშვილის ტანდემი? რა კონსულტაციებს მართავენ ერთმანეთში ორი ყოფილი მაღალჩინოსანი? შეურიგებელთა ერთიანობა მოიტანს მართლა ძალიან კონკრეტულ შედეგებს. რა საერთო აქვს ერთდროს დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს და რატომ გამოთქვა ოქრუაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა სურვილი ეთანამშრომლა ახალ დემოკრატიულ ფრონტთან? შემთხვევითი არ არის რომ ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა დემოკრატიული ფრონტის შექმნას ძალიან ოპერატიულად. ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილს. ეთანხმება თუ არა ოქრუაშვილის პარტია ლიდერის გადაწყვეტილებას და როგორ დასრულდება კონსულტაციები ყოფილ სპიკერთან? რა გადაწყვეტილება იქნება მომავალში მიღებული, ამის წინასწარ განჭრედა ცოტა რთული. როგორია ეკაბესელიას პოზიცია შესაძლო გაერთიანებაზე? მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი პოზიციაში. რა ხდება პანკისში? ხეობა, რომელიც მოსკოვის ბრალდებების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა. რატომ მოითხოვა უმცირესობამ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის მოსმენა პარლამენტში? მთლიანი სასაზღვრო ზოლი წარმოადგენს საფრთხეს რუსეთთან, ვინაიდან გამოყენებული იქნება სხვადასხვა პროვოკაციებისთვის. და რატომ ჩავიდნენ ხეობაში ქრისტიან დემოკრატები უცხოელ დიპლომატებთან ერთად? არანაირი ტერორისტული ჯგუფები ამ ხეობაში არ მოყოფება. ამოცანას არ მოადგენდა ეს სიმართლე, გვეთქვა თავის თვალით ენახათ უცხოელებს. მაღალი ალბათობა იმისი, რომ როგორც კი თოვლი დაიწყებს დნობას, შესაძლებელია რუსული სპეცსამსახურების მიერ მოხდეს ინსპირირება თუნდაც ცირერისხოვანი შეერაღებული ჯგუფების შემოღწევისა. ხეობაში შექმნილ ვითარებაზე პანგისიდან დაბრუნებული ნიკალალიაშვილი პოზიციაში ისაუბრებს და ასევე იყო თუ არა პანგისი ერთ-ერთი თემა შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებზეც. საქართველოს კვლავ ემუქრება საგარეო საფრთხეები, ვხედავთ რომ სამწუხაროდ რუსეთის აგრესიული რიტორიკა არ კლებულობს. ამერიკიდან დაბრუნებული დავით ბაქრაძე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 11 დეპუტატი დახვდა. რაზე ესაუბრა სპიკერი კონსტანტინე გამსახურდიას და როგორ უყურებს ის ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას? მე იმედი მაქვს რომ ბატონი გამსახურდია არ იქნება ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც მიიღებს პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილებას. დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრად პოზიციაში. მარშალზე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის პირველ სტუმარს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის პოზიციას მოვისმენთ. დღეს ამ სტუდიაში საღამომშვიდობისა ბატონო დავით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და ვიდრე ვთქვათ ამერიკიდან ჩამობრძანდით თქვენ სულ რაღაც 2 დღის წინ, იქაც მნიშვნელოვანი ვიზიტი ქონდა და ბევრ დეტალზე ვაპირებ თქვენთან საუბარს. მინდა პირველი კითხვა მაინც დავიწყო მატებით პარლამენტში, ასე ვთქვათ. ანუ 11 დეპუტატი დაგვხვდათ, როდესაც თქვენ ჩამობრძანდით, ვგულისხმობ ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას. ანუ თქვენი შეფასება ამაზე როგორ უყურებთ ამ ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას, ვთქვათ იგივე და შესაძლოა თუ არა ეს იყოს რაღაც თვითონ პარლამენტის მუშაობისთვის უფრო დადებითი ამ პირიქით, როგორც სახელმწიფო გუნდის ლიდერისთვის, ვთქვათ, უარყოფითი ამ გადაწყვეტილებას უყურებთ ცალსახად დადებითად და მოკლედ შევეცდები გითხრათ ორი ძირითადი მიზეზი რატომ. პირველი მიზეზი, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსს, მე ნამდვილად მაქვს ინტერესი იმისა, რომ საქართველოში ვითარება იყოს სტაბილური, მდგრადი, რომ პოლიტიკა იყოს პროგნოზირებადი და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ის მუდმივი რყევები, მუდმივი ტურბულენციები, რომელშიც ქვეყანა ბოლო 19 წლის განმავლობაში იმყოფება. ამის გაკეთების ერთადერთი გზა არის პროცესების გადატანა ქუჩიდან, სადაც
რაც სამწუხაროდ ბოლო 19 წელია პრაქტიკულად მუდმივად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, ქუჩიდან გადატანა პოლიტიკურ ინსტიტუტებში. ამიტომ რაც მეტი პოლიტიკოსი იქნება პოლიტიკურ ინსტიტუტებში, რაც მეტი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი პოლიტიკურ ინსტიტუტებში, მით უფრო გაძლიერდება პოლიტიკური ინსტიტუციები და მით უფრო გადმოვა სიმძიმის ცენტრი ქუჩიდან პოლიტიკურ დებატში, პოლიტიკურ ინსტიტუტში. რა თქმა უნდა, ამას ვიწონებთ და მეორე მიზეზი უკვე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ბუნებრივად დაინტერესებული ვარ იმით, რომ პარლამენტში იყოს მეტი დებატი, იყოს მეტი დისკუსია, პარლამენტში იყოს უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი ოპოზიცია, ვინაიდან ეს ყველაფერი აუცილებელია პარლამენტის ნორმალური საქმიანობისთვის. ამიტომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს და როგორც რიგითი მოქალაქეც მე ნამდვილად მივესალმები და ვთვლი, რომ ეს არის კარგი და სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ ერთ-ერთ კომენტარში ახსენეთ, რომ შესაძლოა სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებიც იხილოთ, შესაძლოა კონსულტაციები გრძელდება ამბობდით. არის უკვე რაიმე გარკვეული, თქვა შესაძლოა კონსტანტინე გამსახურდია სხვა მას მიბაძოს თქვა და ვიხილოთ ის პარლამენტში. ჯერჯერობით კონკრეტულად ვერ მოგახსენებ, თუმცა ეს შეთავაზება არის ყველა იმ პოლიტიკოსის მიმართ, ვინც ჩარჩან უარი განაცხადა პარლამენტში შემოსვლაზე და მანდატის აღებაზე. მე იმედი მაქვს, რომ თუ ყველა არა, რამდენიმე მათგანი მაინც დარწმუნდა, თუ რამდენად წამგებიანი იყო მათთვის საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა, რამდენად წამგებიანი იყო მხოლოდ ქუჩის აქციების იმედზე დარჩენა და რამდენად წამგებიანი იყო ზოგადად ქვეყნის პოლიტიკისთვის პარლამენტიდან პროცესის ქუჩაში გადატანის ამიტომ იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ბატონი გამსახურდია, არამედ რამდენიმე სხვა პოლიტიკოსიც საღად განსჯის შედეგად და აქ საუბარი არ არის რაიმე პირად ან პიროვნულ ინტერესზე, საუბარი არის საღად განსჯაზე. პოლიტიკოსის ადგილი არის პოლიტიკურ ინსტიტუციაში და არა მხოლოდ ქუჩაში. შეიძლება ქუჩაში გასვლა, შეიძლება ქუჩაში აქცია და დემონსტრაცია, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ნამდვილად არ შეუშლით და ცუდი არაფერი არ არის თავისთავად ქუჩის დემონსტრაციაში. ეს არის ერთ-ერთი გზა კმაყოფილების ან უკმაყოფილების გამოხატვის, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსი თვითონ იჭრის გზას პოლიტიკური ინსტიტუტისკენ, როდესაც პოლიტიკოსი თვითონ იჭრის გზას და უარს ამბობს მისი მხარდამჭერების მიერ მიცემულ მანდატზე, რომ იბრძოლოს პარლამენტში, ის რაც არის პოლიტიკოსის საქმე. მე ვფიქრობ, ეს არის წამგებიანი და არასწორი ნაბიჯი. გეთახმებით, ეს არის მათი გადასაწყვეტი, ეს არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, რაც ჩამოვაყალიბე, გადაწყვეტილება არის მათი მისაღები და იმედი მაქვს, რომ მათი ნაწილი მაინც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორცაც მე ვხედავ, რომ სწორია, თუმცა ისევ ვიმეორებ, ეს მათი გადასაწყვეტია. კარგი, თქვენ პირადად შევხვდით კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩში, ჩვენ ვიხილეთ ეს კადრები. რაზე ისაუბრებთ, გულისხმობ იმას, ეს იყო მხოლოდ მისასალმებელი შეხვედრა, თუ იყო რაღაც თქვათ საქმიანი, სადაც დაიგეგმა თქვათ მისი მოღვაწეობა, აქ საუბარი იყო კიდე კომისია მთავარი, რაც მათ ბატონ კონსტანტინეს არ დაუმალოს, რომ განაპირობა მისი გადაწყვეტილების მიღება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების კომისიის შექმნა. ამ კომისიის შექმნა თავისთავად ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართულ ისტორიაში 91-12 წლის მოვლენები რჩება პრაქტიკულად ერთ-ერთ თეთრ ფურცელად, ეს თეთრ ლაქად, რომელიც არ არის შევსებული. ჩემი ხედვით ეს კომისია არანაირად არ უნდა ემსახურებოდეს კუდიანებზე ნადირობას, არანაირად არ უნდა ემსახურებოდეს რაღაც ხმამაღალი სახელების გამოვლენას და ადამიანების დასჯას, არამედ ეს კომისია უნდა ემსახურებოდეს ერთხელ და სამუდამოდ ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევას და ჩვენი ისტორიის ამ გვერდის შევსებას. ამ თვალსაზრისით ეს კომისია არის მნიშვნელოვანი და ვინაიდან ბატონმა კონსტანტინემ გადაწყვიტა პარლამენტში შემოსვლა, albათ ბევრი მიზეზის გამო ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატურა თავმჯდომარედ. თუმცა კონსულტაციები დასრულებული ჯერ არ არის. მესმის კომისიაზე ორი თემა მინდა, ერთი ის რომ თქვა იყო ამაზე საუბარი, რომ შესაძლოა ბატონი კონსტანტინე გახდეს თავმჯდომარე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც ის ყოფილი პრეზიდენტის, პირველი პრეზიდენტის შვილია. ამ შემთხვევაში რამდენად ობიექტური იქნება ამ კომისიის მუშაობა მისი ხელმძღვანელობის? მე ისევ ვიმეორებ, რომ მთავარი ამ შემთხვევაში არის არა ზვიად გამსახურდიას, როგორც ადამიანის წინააღმდეგ შესაძლო ჩადენილ დანაშაულში ბრალეულების გამოვლენა, არამედ ზვიად გამსახურდიას, როგორც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო ბრალეულება. ანუ ამ შემთხვევაში საუბარი არის არა ვიღაცის გამოვლენაზე, არა პიროვნულ გზნობებზე, არამედ საუბარი არის იმაზე, თუ რა მოხდა ჩვენი ისტორიის ამ 2 წლის განმავლობაში. საუბარი არის ისტორიის აღდგენაზე და საკუთარი სახელის დარქმევაზე მოვლენებისთვის და არა იმაზე, რომ ვიღაცამ ეს კომისია პირადი ვთქვათ გზნობებისთვის გამოიყენოს. ამიტომ მე ვფიქრობ, აქ ინტერესთა შეუთავსებლობა არ იქნება, მით უმეტეს რომ ბატონი გამსახურდია, ისევე როგორც ალბათ ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე
პოლიტიკოსი ბუნებრივია შეეცდება რომ ის იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი ამ პროცესში. კარგი, და კიდევ ერთი კითხვა ამ კომისიაზე და დავასრულოთ თემა. ოპოზიციამ ერთგვარი სატყუარაც უწოდა, არასაპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობ ამ კომისიას, იმიტომ რომ იყო საუბარი, რომ ძალიან ბევრჯერ ითხოვდნენ ამ კომისიის შექმნას, იგივე ზვიად ძიძიგური იყო ამ სტუდიაში და ამბობდა, რომ პირადად მე ვითხოვდიო, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ აუცილებლად არ ჩათვალა, თქვათ ამ კომისიის შექმნა და სწორედ აქედან გამომდინარე ბუნებრივი ეჭვები გაუჩნდათ მათ, რომ რატომ მაინც და მაინც დღეს თანხმდება, თქვათ ხელისუფლება ამ კომისიის შექმნას და შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია შედის პარლამენტში. იყო ეს ანუ ერთგვარი შესატყუებელი ნაბიჯი, ვთქვათ, ოპოზიციონერის პარლამენტში. არა, ნამდვილად არ იყო და მე თუმცა რატომ მაინც და მაინც დღეს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კომისიის შექმნა? ყველაფერს აქვს თავისი მომენტი და ყველა პოლიტიკური პროცესი დროში ხდება თავის შესაბამის დროს. შეიძლება ვიღაცა რაღაც აბსოლუტურად გამართლებულს ითხოვდა 10-15 ან თუნდაც 5 წლის წინ, მაგრამ მაშინ არ იყო პოლიტიკური მომენტი და სიტუაცია ამისთვის მომწიფებული, ხო? ყველაფერში შეიძლება ადამიანი, რომელიც 300 წლის წინ ამბობდა, რომ ადამიანს ფრენა შეეძლება, თავის კონკრეტულ გარემოში აყენებდა აბსოლუტურად არასწორ იდეას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია თვითმფრინავით გაფრიდეს. ნებისმიერ იდეას სჭირდება კონკრეტული გარემო, რომელშიც ეს განხორციელდება. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს ქვეყანა არის მზად იმისთვის, რომ შეფასება მიეცეს იმას, თუ რა მოხდა 17 წლის წინ. დღეს უწოდებს თქვენ თქვათ კომისიის შექმნას და გამსახურდიას. მე ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკური სისტემითაც, საზოგადოების სიმწიფითაც, თუნდაც იმ საზოგადოებრივი სიმწიფით, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა გაზაფხულის აქციების დროს, როდესაც ყველაფერი იყო აბსოლუტურად მშვიდობიანად, როდესაც მაშინდელი სამოქალაქო ომის გახსენება, მაშინდელი ძალადობის გახსენება იყო ყველაზე ძლიერი ბარიერი, რომ პროცესები არ გადასულიყო გარკვეულ ზღვარს მიღმა. თუნდაც ამითი საზოგადოება მაჩვენა, რომ ის უკვე მზად არის მიუკერძოებლად და ობიექტურად იმსჯელოს 17 წლის წინანდელ მოვლენებზე. და ეს არ გახდება ახალი ემოციების, ახალი დაპირისპირების და ახალი კუდიანებზე ნადირობის საბაბი. ასეთი კომისია თუ ის შეიქმნება არასწორ მომენტში, შეიძლება გახდეს ძალიან საშიში, ვინაიდან შეიძლება ახალი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, დღეს ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ეს დაპირისპირება უკვე აღარ იქნება. კარგი, დღეს თქვენ შეხვედრა გქონდათ მეორე არხის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, სადაც გადაწყდა უკვე დაახლოებით როგორი იქნება, იყო საუბარი ამ პროექტი მოისმინეთ თქვენ რაღაც BBC საპარლამენტო არხის მსგავსი. დასახელდა თარიღიც და დროც დაახლოებითი, როდი შეიძლება ეს არხი ამოქმედდეს, თუმცა უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ოპოზიცია ამ საკითხს ერთ-ერთ იმ პირობად ასახელებს, რომელიც ხელისუფლებამ თქვათ არ შეასრულა იმ ჩამონათვალში, როდესაც იყო შეთავაზებებზე საუბარი. ანუ შესრულდება ეს პირობა უკვე ნამდვილად და თქვათ არსებობს კონკრეტული დრო დაზუსტებული, როდი შეიძლება ეს მეორე არხი გავიდეს იმ ფორმით ეთერში, რაზეც საუბარია და დაეთმოს ოპოზიციას ტრიბუნა. თვითონ მიდგომა ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი რა ინიციატივითაც ჩვენ გამოვდივართ, ან ფასდება სატყუარად, ან ფასდება პირობად და არაფერში ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც თქვენ ახსენებთ, თვითონ მონაწილეობას არ იღებს. მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი მიდგომა და ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვიღაცამ ვიღაცას პირობა მიცეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს საჭიროა ქართული საზოგადოებისთვის, ეს საჭიროა საქართველოში პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის. ამიტომ ეს აუცილებლად გაკეთდება, არა იმიტომ, რომ ვინმე ვიღაცას დაპირდა, არამედ იმიტომ, რომ ეს საჭიროა ქვეყნისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად არხში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება პარლამენტი და პარლამენტის მუშაობა, ანუ გარდა პლენარული სხდომებისა პარლამენტის ასევე იგეგმება, რომ გადაიცემა საკომიტეტო სხდომები, სადაც ძირითადი დებატები მიმდინარეობს, ასევე გადაიცემა პარლამენტში მიმდინარე ფრაქციის ღია სხდომები, გადაიცემა პარლამენტში მიმდინარე ბრიფინგები და დებატები და მეორე ამ ყველაფერში ბუნებრივია მოყვება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში იმყოფება. რაც შეეხება მეორე ძირითად პოლიტიკურ ბლოკს, აუცილებლად იქნება ყოველდღიური საეთერო დრო გამოყოფილი და ამ ეტაპზე საუბარი არის ყოველდღე 1 საათიან საეთერო დროზე, რომელიც დაეთმობა ყველა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას. როგორი უნდა იყოს ეს კვალიფიციური პარტია, რას ნიშნავს კვალიფიციური და რამდენი პარტია მოყვება ამაში. აქ ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის ამავე არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც. ჩვენ ამ არხს ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ ყველას კონდეს თვით გამოხატვის და საზოგადოებასთან კონტაქტის საშუალება და ნამდვილად არ ვაპირებთ ვინმე დავტოვოთ პროცესის გარეთ. ამიტომ ერთად მოვიფიქროთ, თუმცა გარკვეული ფილტრი რომ უნდა იყოს ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება, იმიტომ რომ საქართველოში თითქმის 200 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული და ყველას ყოველდღე თითო საათს, რა თქმა უნდა, ვერანაირი ტელევიზია ვერ დაუთმობს, მაგრამ გარკვეული გონივრული ფილტრის ფარგლებში
ისე რომ ყველა ძირითადი პარტია მოყვეს, აუცილებლად ყველა პარტიას ექნება საშუალება ყოველგვარი ჩარევის, ყოველგვარი მონტაჟის, ყოველგვარი სარედაქციო პოლიტიკის ან ჟურნალისტის კომენტარის გარეშე პირდაპირ გააცნოს თავის პოზიციას საზოგადოებას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი. დაახლოებით ეს გონი გაზაფხული იქნება. გეგმავთ ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ტექნიკურ ფაქტორებზეც და გეგმავთ რომ აუცილებლად უკვე 2010-ის გაზაფხულს აღარ გადაწყვეტს ამ არხის ამოქმედება. კარგი და კიდევ ერთი თემა, რასაც პირდაპირ ეთერში თქვენი შეფასება არ მოგვისმენია, თუმცა კარგა ხნის წინ დაიძრა ეს თემა და არ არის ამ კვირის ან ახალი, ეს არის პარლამენტის გადატანა ქუთაისში, რასაც ასევე თვით საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდანაც მოყვა კრიტიკა, იყო საუბარი რომ გაიზრდება ხარჯები და ამბობდნენ რომ პოლიტიკური ცენტრის გადატანას ცდილობს ხელისუფლება. თქვენი შეფასება, ანუ არ შეგიქმნით გარკვეულ დისკომფორტს იქ სიარულის ხდომების ჩასატარებლად და ისედაც როგორ უყურებთ პარლამენტის გადატანის საკითხს? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქნება კონიუნქტურული, გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის შემდეგ გადადის პარლამენტი, ანუ 2012 წლამდე ყველაფერი რჩება ზუსტად ისე როგორც არის და თქვათ მართლა რომც უნდოდეს ხელისუფლებას ცენტრის გადატანა ქუთაისში იმ თვალსაზრისით, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, ეს უბრალოდ არარეალისტურია, ვინაიდან უახლოეს 3 წელი ყველაფერი რჩება ისე როგორც არის. ამიტომ აქ კონიუნქტურა უბრალოდ ვერ იქნება გამომდინარე დროიდან. რაც შეეხება სიარულს და მოუხერხებლობას, პარლამენტის დეპუტატების ნახევარი არის დასავლეთ საქართველოდან. აქ ალბათ უფრო მენტალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუ ქუთაისში არჩეული დეპუტატი შეიძლება ჩამოვიდეს თბილისში და მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში, რატომ არ შეიძლება თბილისში არჩეული დეპუტატი ჩავიდეს ქუთაისში და იქ იმუშაოს? ანუ ჩვენს მენტალიტეტში სწორედ ეს მომენტი არის, რომ ქუთაისიდან თბილისში შეიძლება ჩამოსვლა, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა. ეს უკვე ბევრისთვის მოუხერხებელი და მიუღებელია. აი სწორედ ეს უნდა შეცვალოს პარლამენტის გადატანამ. უფრო მეტი დეპუტატია თბილისში არჩეული უკაცრავად შეგაწყვეტილეთ, ამიტომ აქ საუბარი იყო ხარჯებზეც. მე ამას გულისხმობ და არ გაზრდის ეს თქვა პარლამენტის ხარჯებს. არ არის განსხვავება მთლიანობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რო შეადარო და რო შეადარო იმ დეპუტატების რიცხვი, ვინც არა თბილისელია და მინის ქირას იღებს თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის, აქ რაიმე რადიკალური სხვაობა არ იქნება. ეს ერთი და მეორე ყველაფერი არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. ყველაფერი ამ ცხოვრებაში ღირს გარკვეული თანხა, პარლამენტის ამ სახით ფუნქციონირება ჯდება გარკვეული თანხა, იმ სახით ფუნქციონირებას დაჯდება გარკვეული თანხა და ყველაფერი არის მიზანშეწონილობა. აი რაც შეეხება მიზანშეწონილობას, ერთ არგუმენტს ვიტყვი მოკლედ. აი სწორედ ეს უნდა შევცვალოთ, რომ თბილისში ჩამოსვლა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არის ბუნებრივი და თბილისიდან სადმე წასვლა არაბუნებრივი. ჩვენ უნდა შევქმნათ ქუთაისში ცენტრი, რომელიც დაამაგრებს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას. გადახედეთ რა ხდება თბილისში, თუნდაც იმ ადამიანებს, ვინც სამუშაოს ეძებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩამოსული დასავლეთ საქართველოსდან, იმიტომ რომ დღეს დასავლეთ საქართველოში არ არსებობს ცენტრი, არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ადამიანებს იქ თვითრეალიზაციის საშუალებას მიცევს. ამიტომ დასავლეთ საქართველოში, მათ შორის პოლიტიკური, მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის კულტურული ცენტრის შექმნა არის სრულიად აუცილებელი პირობა, რომელიც საშუალებას მიცევს დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს თბილისში კი არ ჩამოვიდნენ სამუშაოს მოძებნაში, არამედ თავის საკუთარ რეგიონში დარჩენ და იქ იმუშაონ. ამის გარეშე ყოველთვის დარჩება ის პრობლემა, რომელიც დგას, რატომ იზრდება თბილისი, ასე ყოველთვის გაიზრდება თბილისი, თუ ჩვენ მთელ საქართველოს თანაბრად არ გავავითარებთ. პარლამენტის გადატანა არ არის პანაცეა და ეს ვერ ააყვავებს დასავლეთ საქართველოს, მაგრამ რამდენიმე ასეთი ნაბიჯი ჩვენ შევძლებთ იმას, რომ დასავლეთ საქართველოსშიც შევქმნათ მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი, რაც დაგვეხმარება იქ ადამიანების დამაგრებაში და დასაქმებაში. კარგით, გასაგებია თქვენი პოზიცია და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. არასაპარლამენტო ოპოზიცია გიგმავს გააქტიურებას, საუბრობენ შესაძლოა 7 ნოემბერს თქვათ ისევ რაღაც აქცია გამართონ, არის საუბარი ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება, მოკლედ ნაწილი საპროტესტო გამოსვლებისთვის. თქვა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ამ ქვეყნის ასე ვთქვათ მეორე პირი, როგორი მასშტაბის თუ შეიძლება ესე ითქვას, გამოსვლებს ელოდებით, ანუ ელოდებით ისევ რომ საპროტესტო ტალღა შესაძლოა დაიწყოს ქვეყანაში. მე არ შევაფასებ გამოსვლის მასშტაბებს, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ნებისმიერი საპროტესტო დემონსტრაცია უნდა იყოს სიგნალი მთავრობისთვის, განურჩევლად იმისა მონაწილეობს 1000 ადამიანი თუ 100,000 ადამიანი, ეს უნდა იყოს სიგნალი მთავრობისთვის, რომ ადამიანების ამ ჯგუფს რაღაცა აწუხებს. ამიტომ მე ნამდვილად არ შევაფასებ მასშტაბს, თუმცა გეტყვით იმას, რომ ალბათ მასშტაბიც და ინტენსივობაც იქნება უფრო ნაკლები ვიდრე გაზაფხულზე რამდენიმე მიზეზის გამო, მაგრამ ისევე მეორე არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუ იქნება კონკრეტული უკმაყოფილება, თუ იქნება კონკრეტული პოზიცია ადამიანების, თუ იქნება კონკრეტული მოთხოვნები, ხელისუფლება ამას ყველაფერს მიიღებს ძალიან სერიოზულად და ჩვენ შევეცდებით ისე დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი საქმიანობა, რომ ამ ქვეყანაში იყოს რაც შეიძლება ნაკლები უკმაყოფილო ადამიანი და ნაკლები პრობლემური ადამიანი, რომელიც ხვდება პრობლემას. აი ეს არის სიგნალი მანიფესტაციიდან და არა თავისთავად ხალხის რაოდენობის დათვლა, სად მეტი ხალხი იყო და სად ნაკლები.
გასაგებია და ბოლო კითხვა მიუბრუნდეთ თქვენს ამერიკის ვიზიტს, ასე ვთქვათ, და უფრო საგარეო პოლიტიკას. თქვენი კომენტარებში მახსოვს, ამბობდით, რომ იყო გარკვეულ საფრთხეებზე საუბარი, რომ კვლავ არსებობს ესეთი საფრთხე, როდესაც რუსეთის რიტორიკა უცვლელი რჩება და ასე შემდეგ. მე უბრალოდ მაინტერესებს, რომ რამდენიმე წუთში საპარლამენტო უმცირესობიდან ნიკა ვალიაშვილი ჩაგვერთება, ვინც ელჩებთან ერთად ბანკში იმყოფებოდა. თუ იყო საუბარი იგივე ამ ხეობის მისამართით გამოთქულ ბრალდებებზე ვაშინგტონში, იმიტომ რომ სწორედ ჰილარი კლინტონის ვიზის დაემთხვა, მაშინ შეგახსენებთ ეს პატრუშევის განცხადება, თქვა უშუალობის საბჭოს მდივნის. ანუ როგორ უყურებს ვაშინგტონი რუსეთის ესეთ განცხადებებს? აღიქვამს ისიც თქვა სერიოზულ საფრთხე და იყო ამაზე საუბარი, თუ ეს რაღაც მორიგ რიტორიკად ითვლება, ვთქვათ მოსკოვის მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულად ბანკისთან გაკეთებულ განცხადებებს, ამერიკა ყველა შეხვედრაზე შეფასება, სადაც მე ვიყავი, არის აბსოლუტურად ცალსახა და მოკლე და ძალიან არადიპლომატიური, რომ ეს არის სრული სისულელი და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ბანკში აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. ეს რაც შეეხება კონკრეტულად ფაქტს, მაგრამ თვითონ ეს შეფასება და თვითონ ეს პროცესი ძალიან შემაშფოთებელია თავისთავად. ანუ გრძელდება პროცესი, როდესაც რუსეთი მუდმივად ყველა სხვადასხვა კონტექსტით ცდილობს შექმნას საქართველოსგან მტრის ხატი. ანუ მუდმივად ქართველები გამოდიან რუსების მტრის როლში. ხან პრობლემებს უქმნით სხვაგან, ხან ვესვრით მათ მოქალაქეებს და მშვიდობის ყოფილებს თურმე, ხან ახლა ვაიარაღებთ ტერორისტებს და ვაგზავნით. ანუ მუდმივად საქართველო და ქართველი ხალხი გამოდის როგორც მტერი რუსეთის, რომელიც უქმნის პრობლემას. ეს არის ძალიან ცუდი ჯერ ეს ერთი ჩვენი ქვეყნების სამომავლო ურთიერთობისთვის, რომელიც იმედი მაქვს რომ იქნება და მეორეც ეს არის კონკრეტული საფრთხის შემცველი, ვინაიდან ამითი რუსეთის საზოგადოებრივი აზრი მზადდება შესაძლო აგრესიული მოქმედებისთვის საქართველოს წინააღმდეგ. მე ნამდვილად იმედი მაქვს რომ არაფერ კონკრეტულში ასეთი ტიპის განცხადებები არ გადაიზრდება და რუსეთი ამის გაკეთებას ვეღარ გაბედავს, მაგრამ თვითონ ის ფაქტი რომ მუდმივად ინარჩუნებენ მტრის ხატს საქართველოსგან, თავისთავად ბევრის მეტყველია და თავისთავად ძალიან შემაშფოთებელი და ცუდი ტენდენციის მანიშნებელია. ეს არის მხოლოდ ტენდენცია თუ ფიქრობთ რომ რეალურია ეს საფრთხე? ამას ყველას ვეკითხებით, მაგრამ ალბათ ყველა მოქალაქეს აინტერესებს, რამდენად არის შესაძლებელი რომ თქვა რუსული აგრესია სხვა ფორმით, ისეთივე ფორმით თქვა და მაგრამ ასეთ მასშტაბური შესაძლოა კვლავ განხორციელდეს, როცა ესეთი ფონია, მდრიგივე გელა ბეჟუაშვილი საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი იყო პარლამენტში, სადაც ის ამბობდა რომ მთლიანად სასაზღვრო ზოლიდან რუსეთთან სადაც არსებობს ეს საზღვარი, არსებობს საფრთხე, იმიტომ რომ მოდი ზამთარ შესაძლოა იყოს დამატებითი პროვოკაციები და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ბევრად უფრო რთული იქნება მომავალში გამეორება იმისა, რაც მან გააკეთა გასული წლის აგვისტოში, ვიდრე ეს იყო პირველად. ბევრად უფრო რთული და იქნება ბევრად უფრო მაღალი პოლიტიკური ფასის მატარებელი. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კრემლში მყოფი ადამიანები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ელემენტარული პოლიტიკური გონიერება და რაციონალობის განცდა ეყოფათ იმისთვის, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადადგან. ამიტომ ობიექტურად ალბათ ასეთ რეალურ ნაბიჯს არ უნდა ველოდოთ, თუმცა ისევ ვიმეორებ, ნამდვილად ვერ ვისაუბრებ სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, ნამდვილად ვერ ვისაუბრებ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ან რუსეთის პრეზიდენტის სახელით. ისევ ვიმეორებ, ლოგიკურად, ობიექტურად და რაციონალური განჯის პირობებში მათ ასეთი გადაწყვეტილება აღარ უნდა მიიღონ. თუმცა არსებობს მართალია პროვოკაციების საფრთხე, მუდმივი დაძაბულობის საფრთხე, ისეთი როგორც ამ დღეებში ვიხილეთ, ჩვენი მოსახლეობის დაკავება და რამდენად მტკივნეული და რთულიც არ უნდა იყოს ეს ქართული მხარისთვის, თავარი ჩვენი პასუხი ყველა ამ პროვოკაციაზე უნდა იყოს სიფრთხილე, უნდა იყოს სიმშვიდე და რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს ემოციურად ასეთი ტიპის პროვოკაციებზე მშვიდად რეაგირება. ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ვიყოთ მშვიდად, ვიყოთ დინჯად, ვიყოთ წყნარად და არ მივცეთ მათ ამ პროვოკაციებში ჩვენი ჩათრევის საშუალება და ეს არის, მე ვფიქრობ, საუკეთესო წამალი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერასთან ერთად იმისთვის, რომ რუსეთს აღარ მიეცეს პრეტექსტი საქართველოში აგრესიული მოქმედებისთვის და სხვათა შორის მე არ შემიძლია ძალიან დადებითად არ გამოვეხმაურო ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას ბანკში ჩასვლასთან და დიპლომატიური კორპუსის ჩაყვანასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაგალითია, თუ რისი გაკეთება შეუძლია კონკრეტულად ოპოზიციას, მაშინ, როდესაც ქვეყანას ჭირდება ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების მხრიდან მოქმედებები და არა მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვა და ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები. მე ნამდვილად მივესალმები მათ ამ ნაბიჯს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. დიდი მადლობა და სწორედ უმცირესობის წევრი ნიკა ვალიაშვილს მოусმენთ რამდენიმე წუთში, რადგან მე ხა უბრალოდ მატყობინებენ, რომ გრემის ხევში დაკავებული ქართველები, რომლებიც დღეს 16-ვე გაათავისუფლეს და იმყოფებოდნენ დაკითხვაზე, უკვე გამოვიდნენ ამ დაკითხვიდან და ჩვენ შეგვიძლია ჩავთოთ ნატა მახულაძე, რომელიც იქ ადგილზე იმყოფებოდა, უბრალოდ მოვისმინოთ მათი პირველი კომენტარები ამ გათავისუფლებიდან გათავისუფლებულების. ნატა, რა სწყვებიან ისინი, ანუ როგორ გაატარეს ეს 5დღიანი ტყვეობა, ვისთან იმყოფებოდნენ და რა პირობებში?
დიახ, 5 დღიანი ტყვეობის შემდეგ მათ დეტალებში ამ ისტორიის გახსენება უჭირთ, თუმცა ყვებიან, რომ ისინი იმყოფებოდნენ საკუთარ ტერიტორიაზე ტყეში შესის მოსაჭრელად და ამ დროს ისინი დააკავეს ოსმალ მოქალაქეებმა, გადაიყვანეს ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში. ისინი საკმაოდ მწირი კომენტარი იყო მათი მხრიდან და აცხადებდნენ, რომ მათ ექცეოდნენ უბრალოდ კარგად. ავედი ჩვენ დღეში დანომრილი იყო დაგვიჭირეს იქა. მერე გადაგვიყვანეს ახალგორში. წამოგვიყვანეს ბრალდება, რომ საზღვარი დავარობდეთ. და შემდეგ სასამართლო რამე განხილვა ესე თქონდა. იქ შევავსეთ ავტობიოგრაფია ჩვენი და იყოს ვარა. ვიყავით ტყეში, დაგვიჭირეს რუსებმა, გითხარით ჩვენი ტერიტორიაა. დაგვაკავეს უყელე და წაგვიყვანეს. ეგ იყო საწაგვიყვანეს და რა ხდება? ლენინგურში წაგვიყვანეს. დაკითხვიდან გამოვიდა ჯერ მხოლოდ ორი პიროვნება, დაკითხვა მცხეთის სამხარეო პოლიციაში გრძელდება და შესაბამისად აღძრულია სისხლის სამართლის საქმეთ გატაცების მუხლით. დიდი მადლობა ნატა მახვილაძე გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში და შეგახსენებთ რომ გრემის ხევიდან გატაცებული 16-ვე ქართველი გათავისუფლებულია და მათი დაკითხვაც ალბათ რამდენიმე წუთში დასრულდება, მათ უკვე ათავისუფლებენ და სახლებში უშვებენ. ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდთვება გამოშვების გადაცემას ნიკა ლალიაშვილი, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი. საღამომშვიდობისა ბატონო ნიკა, მოგესალმებით, მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში და თქვენ დასაუბარს ბუნებრივია დავიწყებთ. პარლამენტის თავმჯდომარემაც მოიწონა, ასე ვთქვათ, ოპოზიციის ეს ნაბიჯი და სწორედ ვიდრე დავამშვიდობებოდით ამაზე საუბრობდა. თქვენ ბრძანდებოდით პანკიში უცხოელ დიპლომატებთან ერთად და ვიდრე რაღაც დეტალებზე ვისაუბრობდეთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაინტერესებს რა ვითარება დაგვხვდათ პანკიში. ჩვენ მოვისმინეთ კომენტარები, რომ იქ სიმშვიდე იყო და არანაირი ტერორისტები და ალბათ ალ-ქაიდას წარმომადგენლები იქ არ დადიოდნენ და ესე არ შეგხვედრიათ, მაგრამ თქვენ ერთ-ერთ კომენტარში ამბობდით, რომ მოსალოდნელია მაინც საფრთხე და შესაძლოა სიტუაცია გამწვავდეს ზამთრის მოსვლისთანავე, როდესაც იქ საცალფეხო ბილიკებიდან შესაძლოა გადმოვიდნენ შეერაღებული ჯგუფები. რას გულისხმობდით უფრო კონკრეტულად და რამდენად ხედავთ ამ მოსალოდნელ საფრთხეს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში კი პასუხებთ თქვენ შეკითხვის პირველ ნაწილზე. ჩვენ ვნახეთ, დავწმუნდით იმაში, რომ პანკისის ხეობის მთელი ტერიტორია ამ ეტაპზე კონტროლდება. ხეობაში არის სრული სიმშვიდე, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ასახელებს ვერცერთ ნიშანს იმისა, რომ ხეობაში არიან თქვათ შეერაღებული ფორმირები, უფრო მეტიც ისინი არ ადასტურებენ უცხო პირების, თქვათ მცირე რისხოვანი ჯგუფების გადაადგილებასაც კი ხეობაში და თვითონ მოგეხსენებათ პანკისის ხეობის გეოგრაფია ისეთია, რომ იქ მიუხედავად იმისა, რომ არის ტყეები, არის ისეთი ადგილები, სადაც არ არის დასახლებული პუნქტები, მაინც იქ ყოფნა არსებობა რაიმე სახის თქვათ შეერაღებული დაჯგუფებებისა თუ ფორმირებებისა არ დარჩებოდა შემჩნეული მოსახლეობის მიერ. მაგრამ ეს არის ერთი საკითხი. ანუ ამ ეტაპზე რა თქმა უნდა შეიძლება იმის კონსტატირება, რომ ხეობა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი და იქ არანაირი საფრთხე ხეობიდან არ ემუქრება ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას, რომელიც თითიშვერს საქართველოსკენ და კერძოდ პანკისის ხეობისკენ. მაგრამ მეორე გახლავთ ის განწყობა, რომელიც რატომღაც ჩემთვის სრულად ასე ვთქვათ წარმოუდგენელი და გაუგებარი მიზეზების გამო სუფევს დღეს ხელისუფლებაში ისი ილუსტრირებაც იყო პარლამენტის თავმჯდომარის სწორედ რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული განცხადება, რომ საფრთხეს თუ კი ის არსებობს სავარაუდოდ და იგი რატომღაც გამორიცხავს ამ საფრთხეს არსებობას, უბრალოდ იგი ამბობს, რომ დაბალი ალბათობა ასეთ საფრთხის არსებობისა, ქართულმა საზოგადოებამ უნდა უპასუხოს სიდინჯით, სიწყნარით, სიმშვიდით. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ავიღებთ ქრონოლოგიას, როგორ რა უძღოდა წინ აგვისტოს ომს, ვნახავთ, რომ აგვისტოს ომის წინ არც FSB-ს შეფი, არც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არ აკეთებდა განცხადებას, რომ საქართველოში არის საბრძოლო ტერორისტული ცენტრები და საქართველო რომ ამზადებს დივერსანტებს შემდგომში რუსეთის ტერიტორიაზე მათი გადასროლის მიზნით, რომ საქართველოსგან რუსეთს ემუქრება საფრთხე და ასე შემდეგ. არც საქართველოს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ უშუალოდ აგვისტოს ომის წინაპრებში იყო, მაგრამ არა მასშტაბის და არა ასეთი ასე ვთქვათ ცინიზმით და ასე ღიად არ ხორციელდებოდა ეს ყველაფერი. არც დაზვერვის შეფის საჯაროდ არ აცხადებდა, რომ თითქმის მთელ პერიმეტრზე საზღვრის და ეს გახლავთ 900 კილომეტრი ჩვენ ველოდოთ იმას, რომ ეს პერიმეტრი შეიძლება ჩვენ ერთად გადაიქცეთ 900 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზზე და ასე შემდეგ. დღეს ყველაფერი ეს სახეზე გვაქვს, ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩვენ რეალობაა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია დაუყო
უპირობოვნებრივი მყისიერი რეაგირება ალარმიზაცია სიტუაციის. მე არ ვამბობ, რომ ეს არის პანიკის საფუძველი, არანაირად არ ვთესავ პანიკას, პირიქით ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, რა თქმა უნდა და სიგინჯი, მაგრამ ორი მიმართულებით ეს გახლავთ საერთაშორისო მიმართულება აუცილებელია გააქტიურება ყველა დიპლომატიური არხის იმისათვის, რომ მსოფლიო საზოგადოების ფოკუსირება მოხდეს საქართველოს წინაშე მდგომ პრობლემებზე, საფრთხეებზე და რისკებზე, რომლებიც უფრო და უფრო ინტენსიური გახდება მომავალი წლის გაზაფხულისთვის, თუმცა თოვლი დაიწყებს დნობას და მეორეს მხრივ ეს გახლავთ ძალოვანი სტრუქტურების მუშაობა, რომლებმაც უნდა შეინარჩუნა გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ შეინარჩუნონ სტაბილურობა და სიმშვიდე ისეთ სუსტ რგოლებში, როგორც გახლავთ პანკისის ხეობა ან თუნდაც რუსოს ხეობა. ანუ ბატონიკა თქვენ აი ხა ჩამოთვალეთ რამდენიმე ის როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლება თქვა და ამას გულისხმობდით თქვა იგივე გელაბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ როდესაც იგივე თქვენი ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებდა რომ საჭიროა ყველა უწყებამ და ყველა ხელმძღვანელმა პირმა გააკეთოს ყველაფერი საფრთხეების პრევენციისა და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ანუ საერთაშორისო საზოგადოებასთან გააქტიურებას გულისხმობთ თუ იგივე თქვა და ელჩები ყავდათ ხო პანკის ჩაყვანილი. ხომ არ გეგმავთ იგივე დიპლომატიური კორპუსის თქვა ამჯერად კონფლიქტის ზონებში უფრო ოკუპირებული ტერიტორიებისკენ თქვა გასვლას და დათვალიერებას. ანუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებულობა გულისხმობ დასავლეთს. სამწუხაროდ კონფლიქტურ ზონებში შეღწევა შეუძლებელია, არა მარტო გულისხმობ ადმინისტრაციულ საზღვრებთან და პირობით საზღვრებთან. ჩვენ გეგმავთ გავემგზავროთ საინიციატივო ჯგუფის ფორმატით ყველა იმ გეოგრაფიულ წერტილში, რომელსაც ასახელებს რუსული მხარე, როგორც სავარაუდო თავშესაფარს ტერორისტების იმისათვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენ თვითონაც, დავარწმუნოთ დიპლომატიური წარმომადგენლები და დავარწმუნოთ საერთაშორისო საზოგადოება იმაში, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, სავარაუდო ესკალაციას მომავალ წელს. ამ ეტაპზე მე შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა ამ ეტაპზე ხეობაში აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ჩვენ შევხვდით იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, საკმაოდ კვალიფიციური ადამიანებს, რომლებიც პანკისის კრიზისის პერიოდში 2001 წელს, 2002-2003-ში მუშაობდნენ და იყვნენ ხეობაში, უშუალოდ ჩართულები ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელებაში, მათ კვალიფიკაციაში მე რა თქმა უნდა ეჭვია მემყარება, თუმცა ვფიქრობ, რომ მუშაობა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. ხელისუფლება პირდაპირ არის დაინტერესებული იმაში, რომ ხეობაში იყოს სიმშვიდე, რომ საქართველოს უსაფრთხოება იზრდებოდეს. თუ დააკვირდებით სააკაშვილის ბოლოდროინდელ საერთაშორისო ვიზიტებს, მე მგონი ძნელი არ იქნება იმის შემჩნევა, რომ იგი უბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკურ სცენას, მიუხედავად ყველა სკეპტიკოსის მტკიცებისა, რომ ეს ასე არ არის. მისი რეიტინგი, საერთაშორისო რეიტინგი კვლავ იზრდება და ვფიქრობ, რომ მისი რეიტინგის ზრდა სრულად ბუნებრივია და ყველასთვის ნათელი უნდა იყოს პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, რომ მისი რეიტინგის საერთაშორისო ზრდა არ არის დამოკიდებული, თქვათ, ისეთ შესაძლო ეფექტიან, ერთი შეხედვით ეფექტიან ნაბიჯებზე, როგორც ეს თქვათ, რომელიმე ბლოკბასტერის გადაღება, სადაც იგი მეორე პლანის მთავარ გმირის თქვათ პერსონიფიცირება იქნება, არამედ დამოკიდებულია საქართველოს უსაფრთხოების ზრდაზე და შესაბამისად რუსეთის საფრთხის შემცირებაზე რეგიონში. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული პირველ რიგში ხელისუფლების ყველა მცდელობა და მე ამას არ უბრალოდ სიტყვის მასალად, მე გეუბნებით, რომ როდესაც ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უწყებისათვის, როგორც გახლავთ დაზვერვის დეპარტამენტი ბიუჯეტის შემცირება იმ მიზეზით, რომ ზოგადად მძიმე საბიუჯეტო წელი გვექნება მომავალ წელს, არ უნდა ხდებოდეს პარალელურად მისალმება იმისა, თქვათ, დავუშვათ, რომ ეს მართლაც კერძო შემოწირულობა იყო და რომ რაღაცა სააქციო საზოგადოებამ გაეღო კოლოსალური თანხები, სამჯერ მეტი თანხა ბლოკბასტერის გადასაღებად, ვიდრე ეს არის დაზვერვის დეპარტამენტის ბიუჯეტი, არამედ პირიქით უნდა ხდებოდეს წახალისება იმისა და ბიუჯეტის დაგეგმვა ისეთნაირად, რომ საქართველო გაუმკლავდეს და იყოს მზად იმ საფრთხეებისა და რისკებისათვის და იმ გამოწვევებისთვის, რომელიც მას ემუქრება მომავალ წელს. თუმცა ბატონო ნიკა იგივე მსგავსი ბლოკბასტერი, ასე ვთქვათ, როგორც თქვენ უწოდებთ, არ ფიქრობთ, რომ ერთგვარი ქვეყნის პიარიც არის, თუ შეიძლება ესე ითქვას, ანუ თუ კი ჰოლივუდში დამზადებული ფილმი გავა საქართველოს-რუსეთის ომზე და უფრო ვთქვათ, იქნება ობიექტური არგუმენტებზე აგებული, არ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა საერთაშორისო იმიჯისთვის ერთგვარი დამხმარე ნაწილი იყოს. შესაძლოა ეს იყოს გარკვეული კომპონენტი იმიჯისთვის, თუმცა ეს სადაო საკითხია, მაგრამ მე არ მინდა რომ მომავალ წელს ჩვენ მოგვიხდეს ჰოლივუდისთვის შეკვეთა 2010 წლის საქართველოს-რუსეთის ომზე ახალი ფილმის გადაღებისა. ამიტომაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, კიდევ ვიმეორებთ, რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, ეს გახლავთ მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და საერთო უსაფრთხოების მშენებლობა გახლავთ მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებისთვისაც, ეს ყველამ კარგად უნდა გავიგოთ. კარგი და ბოლო კითხვა და მოკლე პასუხი, ჩვენ დრო იწურება. ბატონ გელაბეჟუაშვილს თქვენ უსმენდით, თქვენ ინიციატივით მობრძანდა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ. მე მესმის, რომ
დობის ჯგუფის წევრი ხართ, დობის ჯგუფი იმიტომ ეწოდება ამ ჯგუფს, რომ არ შეიძლება ყველა ინფორმაციის გამოტანა, თუმცა თუ არის რაიმე ისეთი დეტალები, რომლის გახმაურება შეგიძლიათ, ან რომელიც აი სწორედ ამ საფრთხეებს შეიცავდა, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ანუ რა იყო ისეთი გამაფრთხილებელი მის განცხადებებში? სამწუხაროდ მე არ გახლავთ დობის ჯგუფის წევრი, უმცირესობისგან და ქრისტიან-დემოკრატებისგან დობის ჯგუფში ბრძანდება გიორგი თარგამაძე, მე გულისხმობ უმცირესობას დია. გელა ბეჟოაშვილის მოწვევა, მე ვიცი ზუსტად იმდენივე, რამდენიც იცით თქვენ ჩვეულებრივ მაყურებელმა, ვინც თქვენმა ლიდერმა არ გაგაცნოს დეტალები. საიდუმლო ინფორმაცია და ჩვენ ერთმანეთს არ უცვლით საიდუმლო ინფორმაციას. შესაბამისად, ის განცხადებებიც კი და ის სულისკვეთება, რომელიც სუფევდა ამ შეხვედრაზე, სულისკვეთების შესახებ მე ვიცი დანამდვილებით და დეტალები მოგვითხრა გიორგი თარგამაძემ, შემიძლია ვიმსჯელო იმაზე, რომ ნამდვილად ასე ვთქვათ თვითკმაყოფილების და ნირვანაში ჩაძირვის პერიოდი და დრო არ უნდა ედგას წესით ახლა ხელისუფლებას. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა უმცირესობის წევრი ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა რეკლამას დავუთმობთ რამდენიმე წუთს, რეკლამის შემდეგ კი უკვე შემოგვერთება ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვური ვოიაჟის შესახებ და ეკა ბესელია, რომელიც გაგვაცნობს შედგება თუ არა ფურჯანაძე ოქროაშვილის ტანდემი. მე აქ ჩამოვედი როგორც საჯარო პოლიტიკოსი და არა როგორც მზვერავი. მოსკოვური ვოიაჟი რატომ ჩავიდა ყოფილი პრემიერი რუსეთში და რა მოლაპარაკებებს მართავდა ზურაბ ნოღაიდელი მათთან, ვინც ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავენ. იპოვეს თუ არა საერთო ენა შეხვედრის მონაწილეებმა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ბატონმა ზურაბმა გააკეთა. ჩვენ ასე ვთქვათ ძალისხმევას კიდე მოყვება სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების ჩამობრძანება. კიდევ რომელი ქართველი პოლიტიკოსი გამოჩნდება რუსეთში და გაგრძელდება თუ არა ნოღაიდელის მიერ დაწყებული არაფორმალური თუ ოფიციალური მოლაპარაკებები. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტიცაა, რომ რუსეთთან ურთიერთობები აღვადგინოთ, რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე. ნოღაიდელის მოსკოვური და თბილისური გეგმები, სადაც ყოფილი პრემიერის პარტიაში სკანდალური ფიგურა ჩნდება. ლოთი ქობალია ქართულ პოლიტიკაში გამოსდა. მომავალობის შესრულების დროს ლოთი ქობალიამ დახვრიტა დათო ბოლქვაძე. მე მის დას აუხსენი როგორც იყო და რანაირად იყო. მე ამ კაცთან შეხედვით წერტილი არანაირი არ მქონდა. რატომ გადაწყვიტა თავის რიგებში ლოთი ქობალიას გაერთიანება და რა შედეგი დაბრუნდა რუსეთის დედაქალაქიდან ზურაბ ნოღაიდელი? ყოფილი პრემიერის პირდაპირი ეთერი პოზიციაში. ყოფილი სპიკერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი. შედგება თუ არა ბურჯანაძე ოქროაშვილის ტანდემი? რა კონსულტაციებს მართავენ ერთმანეთში ორი ყოფილი მაღალჩინოსანი? შეურიგებელთა ერთიანობა მოიტანს მართლა ძალიან კონკრეტულ შედეგებს. რა საერთო აქვთ ერთ დროს დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს და რატომ გამოთქვა ოქროაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა სურვილი ეთანამშრომლა ახალ დემოკრატიულ ფრონტთან? შემთხვევითი არ არის, რომ ირაკლი ოქროაშვილი გამოეხმაურა დემოკრატიული ფრონტის შექმნას ძალიან ოპერატიულად. ირაკლი ოქროაშვილი ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილს. ეთანხმება თუ არა ოქროაშვილის პარტია ლიდერის გადაწყვეტილებას და როგორ დასრულდება კონსულტაციები ყოფილ სპიკერთან? რა გადაწყვეტილება იქნება მომავალში მიღებული, ამის წინასწარ განჭრება ცოტა რთული. როგორია ეკა ბესელიას პოზიცია შესაძლო გაერთიანებაზე? მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი პოზიციაში. პირდაპირ ეთერში ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად ბრუნდებით მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ჩვენი სტუმარი საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და ბატონო ზურაბ ბუნებრივია თქვენთან საუბარს დავიწყებ მოსკოვში შეხვედრების თემით. საკმაოდ მოულოდნელი იყო თქვენი გადაწყვეტილება მოსკოვში ჩასვლისა და თქვა შეხვედრების გამართვის შესახებ. ამას ვამბობ იმიტომ რომ ყოველთვის მოყვება ხოლმე ხმაური რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას ასე საჯარო პოლიტიკოსის რანგში და თქვა ასეთ შეხვედრებს. ანუ პირველ რიგში რატომ იღეთ ეს გადაწყვეტილება და რა სახის შეხვედრებს მართავდით, რის გამოც თქვა ჩახვედით რუსეთის დედაქალაქში? ყოველთვის მოყვება ხოლმე ხმაური, მაგრამ ამას ამ ჩვენს ჩასვლას ძლივს მოყვება ხმაური 28-ში მხოლოდ და დღეს აქ ვარ თქვენთან ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, როგორც ჩანს სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ კარგად დაინახეს, რომ ეს ისეთი არაპოპულარული ნაბიჯი არ იყო, როგორც თვითონ თuliდნენ და გადაწყვიტეს მაქსიმალურად ამის შესახებ საზოგადოებას არ ცოდნოდა, თუმცა როგორც ჩანს ეს აღარ გამოვიდა. ჩვენ 27 სექტემბერს დაახლოებით ერთი თვის წინ თვეზე მეტი ხნის წინ გვქონდა შეხვედრა ექსპერტებთან აფხაზეთზე საქართველოს გაერთიანებაზე და ჩვენ იქ წარმოვადგინეთ კიდე ჩვენი ხედვა და იქ ითქვა რომ სახალხო დიპლომატიის დაწყება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს სახალხო დიპლომატია, რაც შეიძლება მალე უნდა წარუდგინოთ ჩვენ აფხაზებს და ოსებს პირველ რიგში საქართველოს გაერთიანების ჩვენი ხედვა და პირველი ნაბიჯების ხედვა, რომელზეც ჩვენი კიდეც ჰქონდა საუბარი. მოსკოვში
ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო შეხვედრები სწორედ აფხაზებთან და ოსებთან, ასევე ცხადია ქართულ დიასპორასთან. მე მინდოდა მათი მეშვეობით რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდეს სოხუმში და ცხინვალში ჩვენი მიდგომები კონფლიქტის მოგვარებაზე, იმისათვის რომ რაღაც საფუძველი შევქმნათ მომავალი მოლაპარაკებებისთვის. მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან, ასე რომ ვთქვათ, თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის უნდა გაიმართოს წინასწარი პირობების და ულტიმატუმების გარეშე. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზები და ოსები, ეს არის საქართველოს გაერთიანების ერთადერთი შანსი. თუმცა ბატონო ზურაბ, ეს რაც ამწუთოს თქვით, რომ წინაპირობების გარეშე და პირდაპირ დიალოგი უნდა დაიწყოს, ვთქვათ, აფხაზებთან და ოსებთან, იგივე თქვენ განაცხადეთ რუსეთთან მიმართებაში, როდესაც საგარეო უწყებიდან გამობრძანდით, ანუ თქვენ გქონდათ ოფიციალური შეხვედრაც, ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან პირველ რიგში, ანუ ალბათ ლავროვიც, ვთქვათ, საქმის კურსში იყო და ალბათ შესაძლოა უფრო მეტი რანგის წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლების, პირველ რიგში რატო ფიქრობთ, რომ ისინი დათანხმდნენ, ვთქვათ, შეხვედრას თქვენთან, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაზე, ვთქვათ, უარს ამბობენ გასაგებად და ჭირს ხოლმე მათთან მოლაპარაკებები და მე გადავიდეთ წინაპირობების გარეშე. ერთი მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში დღესაც მიდის რუსებთან, დღეს ქართული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს ხვდებიან ერევანში ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასე რომ მოლაპარაკებები არ არის საუბარი, არ შეიძლება. სხვა საქმეა, რომ ეს მოლაპარაკებები ძირითადად წარუმატებელია, იმიტომ რომ საუბარი არის სრულიად, თქვათ, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორის, არა პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ თქვათ რეალურად შინაარსობრივად. რაც შეეხება შეხვედრა შედგა იმიტომ, რომ მე იქ ჩავედი ღიად საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებიც ხშირად დადიან მოსკოვში, რამდენად ჩვენთვის ცნობილია, დადიან ემისრების მეშვეობით, ძირითადად არა თვითონ უშუალოდ, არამედ ემისრების მეშვეობით სხვადასხვა საკითხების განსახილველად ჩვენ ჩავედით ღიად, გასაგებად, საჯაროდ, ყველა შეხვედრა წინასწარ იყო გამოცხადებული, ყველა შეხვედრაზე ჩვენ მქონდა ასევე კომენტარები გაკეთებული შეხვედრის შემდეგ და არაფერი დასამალი არ მქონდა. როგორც აღნიშნეთ, თქვენ როგორც საჩვენეთ კიდეც, როგორც უთხარი მე თქვენს კორესპონდენტს, მე ჩავედი როგორც საჯარო პოლიტიკოსი და როგორც მზვერავი და შესაბამისად აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. რაც შეეხება რუსეთთან, ჩაგეკითხებით და მოგისმენთ, ანუ წინაპირობის გარეშე, როდესაც ამ დრას ნიშნავს, ანუ უნდა მოხდეს, თქვა დავიწყება იმის, რომ რუსეთმა აღიარა ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ვთქვა 30 კილომეტრში ტანკებით განან ოკუპირებული ტერიტორიები, ანუ ამ ყველაფრის გარეშე შესაძლოა ვთქვა რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები თქვენ ამის ყველაფრის გათვალისწინებით, ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს ეს მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე. აბა სააკაშვილო რომ წინაპირობას და ულტიმატუმს აყენებს, რომ ახლა ჯერ საქართველოსდან გადით, მე ტერიტორიების აღიარებაზე უარი თქვით და ყველაფერი გააკეთეთ და მე დიალოგი დავიწყოთ, დიალოგი რა გქონდა. თუ ყველაფერი მოხდა დიალოგის საგანი რა იქნება. შესაძლოა ამის დავიწყება, ვთქვათ, როდესაც ხარ. ამის დავიწყება შესაძლოა არ არის, ამას ვერავინ ვერ დაივიწყებს, ცხადია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შედეგი მივიღოთ, თუ ჩვენ გვინდა საქართველოს გავაერთიანოთ, საქართველოს გასაერთიანებლად ერთადერთი გზა დაგვჭირდა ჩვენ დღეს. 8 აგვისტოს შემდეგ სააკაშვილის უგუნური და ლაჩრული მოქმედებების შემდეგ ჩვენ ერთადერთი გზა დაგვჭირდა მოლაპარაკებები, მშვიდობიანი მოლაპარაკებები და შესაბამისად ჩვენ ამ გზას უნდა მივუყვეთ. მაინც ჩაგეკითხეთ, საერთოდ ხომ რაზე უნდა ილაპარაკოთ, თქვა ამაზე, რომ დატოვონ ტერიტორიები, თუ მაშინ რაზე უნდა ისაუბროთ რუსეთთან. გავაგზავნოთ რა. და გეტყვით რა პირველ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან იყოს წარმატებული, ვერ განხორციელდება ეს მოლაპარაკებები პარალელურად რუსეთთან მწვავე კონფრონტაციის ფონზე, როგორც ეს დღეს არის. ეს გამორიცხულია სრულად, ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შედგება თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შედგება თბილისსა და ცხინვალს შორის დიალოგი და ეს დიალოგი ცხადია ვერ იქნება წარმატებული, თუ იმავდროულად თბილისსა და მოსკოვს შორის იქნება მწვავე კონფრონტაცია და დედის გინება, ოდის ვიხდი რა. ეს არის შეუძლებელი სრულად და ჩვენ გვინდა ჩვენი შედეგის მიღწევა, ჩვენ გვინდა საქართველოს გაერთიანება. საქართველოს გაერთიანებას კიდე გონება და ვაჟკაცობა სჭირდება და თავგანწირვა სჭირდება მას შორის და არა მუხლებზე პორტყვა. ეს არის პრინციპული განსხვავება. მიგეთ? საუბრის თუ ჩვენ ახლა ვიტყვით რომ ჩვენ ველაპარაკებით მხოლოდ იმას, ვისთანაც ჩვენ საუბარი გვიადვილდება, ან მხოლოდ იმ თემაზე, რაზეც ადვილია საუბარი, მაშინ ამას რა აზრი აქვს ყველაფერს? ხლა ადვილ ხალხთან საუბარს საერთოდ რა გონება და რა ვაჟკაცობა სჭირდება ან რა თავგანწირვა. საქართველოს არის გასაერთიანებელი. შარშან მე ხედავ ბევრ საუბარში რომ ჩვენ კარგად არ გვესმის ქართველებს რა შედეგები მივიღეთ ჩვენ შარშან აგვისტოში. საქართველოს ტერიტორიები დავგარგეთ ხალხო, დავგარგეთ, ეგეთ? საქართველოს ტერიტორიები დაიგარგა, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის მონაწილეობით, ახლა თავის თვარ დაკარგულა ეს ტერიტორიები. რუსეთის მონაწილეობით და სააკაშვილის უგონორობით და ლაჩრობით დაიკარგა ეს ტერიტორიები, ოღონდ იმავდროულად. პირველ რიგში ამით, ხო და ახლა
ჩვენ ტერიტორიების შენარჩუნებაზე კი ვეღარ ვსაუბრობთ სამწუხაროდ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე, უბრალოდ ამ ხალხის დაბრუნებაზე და საქართველოს გაერთიანებაზე. მე ამ ტერმინებით მირჩევნია საუბარი. ამიტომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე, იმიტომ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ რაღაც წინაპირობების და ულტიმატუმების წამოყენება შეგვეძლოს ან სოხუმთან, ან ცხინვალთან, ან თუნდაც მოსკოვთან. პირველი საკითხი, რომელიც უნდა იყოს დღის წესრიგში, ეს არის ომის განახლების საფრთხის თავიდან აცილება. ამაზე დღესაც გქონდა თეთრში საუბარი, ძალიან მსუბუქად უდგებით, მე მგონი ყველა იმ პრობლემას, რომელზეც აქაც იყო მათ შორის საუბარი, ძალიან მსუბუქად, ჩემი აზრით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოდნავი საბაბიც თუ მისცა სააკაშვილმა რუსეთს, ომი განახლდება. ეს თუ თქვენ კარგად არ გესმით კიდე. აგვისტოს ომზე საუბრობდით, თქვა თქვენ რო ყოფილიყავით ხელისუფლებაში, რა პასუხს გასცემდით, თქვა ამას სულ ვეკითხები ხოლმე ოპონენტებს, უბრალოდ მაინტერესებს, როდესაც მიმდინარეობს კრიტიკა ერთი მხარის, თქვა მეორე მხარე, როგორ რას მოიმოქმედებდა, როდესაც თქვა სხვა ქვეყნის ჯარი იყო შემოსული ტერიტორიაზე, ან ცეცხლი იყო გახსნილი, ან ხდებოდა ქართველების გატაცება. საქართველოში მე ვთქვათ მანამდე ხო ვიყავი თავრობაში და პრემიერ-მინისტრიც ვიყავი რა, და თქვენ გონიათ მაშინ პროვოკაციები არ იყო? ხო, მაგრამ თქვენ აიცილეთ ეს პროვოკაციები, ბატონო ხოლმე თავი. ჩვენ ავიცილეთ ერთად პროვოკაციები, მარტო მე პროვოკაციებს როგორ ავიცილეთ და პროვოკაციები ავიცილეთ. სააკაშვილმა ეს არ მოახერხა, ან ვერ მოახერხა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი უგუნური მოქმედებების გამო საქართველოს აღმოჩნდა თავიდანვე განწირულად წასაგებ ომში და შემდეგ ხეირიანად არც გვიომია, ლაჩრულად მუხლებზე ფორთქვით დავასრულეთ მთელი ეს ეპოპეა და უდიდესი სირცხვილი ჭამდა საქართველოს. ეს მოხდა რაც მოხდა. საქართველოს ტერიტორიები დაიკარგა და სააკაშვილი საქართველოს მიწის ყოველ სანტიმეტრზე, რომელიც მან დაკარგა შარშან აგვისტოში, პასუხს აგებს აუცილებლად. ამის გარეშე საქართველოს წინ ვერ წავა. ეს არის სრულიად გამორიცხული. რას გავაკეთებდი მე, რას გააკეთებდა სხვა, რა მოხდებოდა ეს რომ არ ყოფილიყო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, გიგეთ? ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩემთან მხოლოდ იმაზე, რაც მოხდა მაშინ, როდესაც მე ვიყავი მთავრობაში და მხოლოდ იმაზე, ვთქვათ, რაც მოხდა რეალურად ამის შემდეგ. კრიტიკა კი არ არის ადვილი, ადამიანები პასუხს აგებენ მათ მოქმედებაზე, ნინო. ადამიანები პასუხს აგებენ მათ მოქმედებაზე და სააკაშვილი პასუხს აგებს იმაზე, რომ საქართველოს დაკარგა ტერიტორიები. რა არის აქ გაუგებარი? თუ ტერიტორიები არ დაგვიკარგია, ეგება. არა, სხვა რამის გულს ხო თქვა როგორ მოიწევთ? ეგება ტერიტორიები არ დაგვიკარგია. დავკარგეთ ტერიტორიები. ხო და ამაზე უნდა იყოს მსჯელობა. მსჯელობა უნდა იყოს იმაზე, ტერიტორიები რატომ დავკარგეთ? ვინ დაკარგა ეს ტერიტორიები? როგორ იყო ამ დროს შესაბამისად ქვეყნის მთავარსარდლის და სხვა თანამდებობის პირების მოქმედება და მათ ამაზე პასუხი უნდა აგონდა. ამაზე საუბარი არ მიდის. საუბარი მიდის იმაზე, მათ შორის მე მეკითხებით, ესე იგი, შენ რომ მაშინ ყოფილიყავი, რას იზამთრე? მაშინ არ ვიყავი. პრემიერ-მინისტრი ვიყავი. მაშინ არ ვიყავი. მაშინ არ ვიყავი. მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს. გქონდეთ ამ დროს როგორ გადაწყვეტილებას ხო ხელისუფლება და მთავრობა. გამოცდილებაც მაქვს, და მშვენივრად ვიცი, ბევრი პროვოკაცია იყო მანამდეც და მადლობა ღმერთს ის პროვოკაციები ჩვენ თავიდან ავიცი. თანაგუნდელებს დაკონტაქტებოდით, თქვათ მაშინ ან რაიმე რჩევა მიკეცათ. ეს ისე ხო უბრალოდ გამახსენდა, როდესაც ამაზე საუბრობთ, იმიტომ რომ არც დიდი ხნის წასული იყავით ხელისუფლებიდან ამ თავად. რჩევების მიცემას იმ მომენტში უკვე არანაირი აზრი აღარ ჰქონდა სამწუხაროდ. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეც თქვათ. რჩევების მიცემას აზრი აღარ ჰქონდა, რჩევებს არავინ აღარ ისმენდა. ცადეთ თქვენ ეს. რჩევებს არავინ აღარ ისმენდა. კარგით. ბატონო ზურაბ, გავაგრძელოთ მოსკოვის შეხვედრები, ისევ გარდა თქვა ოფიციალური ნაწილისა, თქვენ ხოდათ ისეთი უფრო არაფორმალურიც და იგივე თქვენ თქვით, რომ ქართულ დიასპორას შეხვდით, მაგრამ მათ შორის გამოჩნდნენ ის ადამიანები, ვისაც სულ არის საუბარი, რომ არიან კრამლთან დაახლოებული რუსული პოლიტიკის მატარებლები, იგივე ხუბუტიას გულისხმობ, ბადრი მელაძეს და ასე შემდეგ. იქვე მოვისმენეთ ძასოხოვის კომენტარები, რომელიც ამბობდა, რომ რაღაც გაერთიანება შესაძლოა შედგეს. ანუ რა გაერთიანებაზე საუბრობდა ის არის რაიმე თქვა იქაურ ქართველ მცხოვრებ ქართველებში, რომლებიც თქვა აქტიურად ცდილობენ პოლიტიკაში ჩართვას და აქ ყოფ პოლიტიკურ ძალებს შორის რაიმე გაერთიანებაზე საუბარი. მე ვერ გეტყვით ახლა ვთქვათ სხვა პოლიტიკურ ძალებზე ვერაფერს, ახლა ცხადია. მე ვიყავი იქ კოჩა დასოხოვის საქართველოს ხალხთა ასამბლეის მოწვევით, ეს მოწვევა მე დიდი ხანია მქონდა, ჯერ კიდევ მაშინ როცა სოჩში შედგა პირველი შეხვედრა, დამფუძნებელი შეხვედრა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ დრო შესაბამისი არ იყო და არც საკითხები იყო ისეთი, რომელსაც განვიხილავდით და რაღაც რამე ეფექტი მოყვებოდა შესაბამისად როგორც კი ხალხმა ჩვენ გვირჩია, როგორც კი ექსპერტებმა გვირჩიეს სახალხო დიპლომატიის მალე დაწყება, მე კვლავ დაუკავშირდი გოჩას და ვკითხებ თუ მოწვევა კვლავ ძალაშია, მე ჩამოვიდოდი ოქტომბრის ბოლოს და შესაბამისად ამის შემდეგ შედგა კიდეც ეს ჩემი ხო, მაგრამ იქ იყო იგივე ბადრი მელაძე და მიხეილ ხუბუტია თქვა. ის ხალხი ძირებდა ბადრი მელაძე იგივე ამ ასამბლეის აქტიური მონაწილეა, ისინი მონაწილეობას იღებდნენ თუნდაც შეხვედრის ორგანიზებაში. მიხეილ ხუბუტია თვითონ ამ უშუალოდ შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებდა, არის საქართველოს
ქართველების უпроსტურად სხვა დიასპორა, რომელსაც მიხეილ ხუბუტია ხელმძღვანელობს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე შევხვდი მიხეილ ხუბუტიასაც, უფრო ასე ვთქვათ, მომავალი საკითხების განხილვის მიზნით, თუმცა ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს, შესაძლო ჟესტებს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ და არა გამორიცხული, ჩვენ კიდევ ერთხელ წავიდეთ მოსკოვში ამ საკითხების განსახილველად ვალდების პერიოდში და ამ შემთხვევაში მე და მიხეილ ხუბუტიამ განვიხილეთ, თქვათ, აი ამ დიასპორასთან შესაძლო შეხვედრის საკითხი. ახლა კონკრეტულად არაფერი არ მოგვილაპარაკია. და ეს მინდა კითხო, უბრალოდ რომ არ არის თქვენ ხელი შემშლელი ფაქტორი, თქვენ იგივე, როდესაც ხუბუტია თავადაც არ მალავს, რომ არის თქვენ პუტინის ახლო მეგობარი, ძალიან დაახლოებული რუსეთის ხელისუფლებასთან. აი ეს ყველაფერი გიქნით თქვენ დისკომფორტს თუ მაინც ფიქრობთ, რომ აი მათთან უნდა გაგრძელდეს პოლიტიკურ თანამშრომლობას და არა პირად თქვა. პოლიტიკური თანამშრომლობა მე მათთან არც მაქვს და არც მათ აქვს ჩემთან პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ შევხვდებით, მე შევხვდები ყველა ქართულ დიასპორას და ყველა ქართული დიასპორის წარმომადგენელს, როდესაც იქ ჩავალ და როდესაც ამას მიზანშეწონილად მივიჩნევ. ხო, როდესაც თქვენ და სხვები აქ საუბრობდით იმაზე, რომ აი შეხვდა თუ არა ამას, ხოლმე ყველაფერი გამოაცხადე საჯაროდ. მიხეილ ხუბუტიას შევხვდი, ალექსანდრე ბრაძეს არ შევხვედრიო. რომ შევხვედრიო და დასამალიც არაფერი არ იქნება. თუმცა ბადრი მელაძე მის წარმომადგენელი ერთ-ერთი თვალს. კი ბატონო, ბადრი მელაძე შევხვდი, ხო თქვენ ყველაფერი კაცშიც მშვენივრად ჩამოყალიბდა. რაც მოხდა და რაც გავაკეთე, ეს ყველაფერი გავაკეთე ღიად და საჯაროდ გასაგებად და მე მგონი, სწორედ ამან დაიმსახურა ყველაზე მეტად ადამიანებში სიმპათია, როგორც ქართველებში, ისევე აფხაზებში და ოსებში, განსაკუთრებით ისევე რუსებში სხვათა შორის, იმიტომ რომ ასეთი საუბრები უნდა შედგეს საჯაროდ, ასეთი საუბრები უნდა იყოს საზოგადოებისთვის გასაგები, ასეთი საუბრები უნდა იყოს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვილაპარაკოთ, თქვა რაღაც კულუარებში ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ამიტომ ეს საუბარი უნდა იყოს აუცილებლად ღია საჯარო გასაგები ყველასთვის და ჩვენი პრინციპები ასევე მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ. ახლა რაც შეეხება ამ ხალხის პოლიტიკურ ინტერესებს, ახლა ეს მათი ნებაა, მაგრამ ერთი რამე მინდა ესმოდეს ყველას. თუ ვინმე საქართველოში პოლიტიკური ინტერესი აქვს, ნინო, ის დღეს საქართველოში უნდა იყოს. შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური ინტერესების რეალიზაცია და ამ დროს შენ იყო სადმე სხვაგან. ამიტომ მე არავის დამხმარე ძალა არ ვარ. ამას კიდე მე რამდენჯერ მეკითხებიან უკვე ჟურნალისტები, ახლა კარგად ხედავ რომ ახლა არა ეს კითხვა არ ჩდება ნამდვილად, ეს კითხვა ხელოვნურად არის მოგონილი, ამაში სრულიად ვარ დარწმუნებული. მე თვითონ მოვიფიქრე ბატონო. კი ბატონო, თქვენ თვითონ თუ მოვიფიქრეთ ძალიან კარგი ხელოვნურად მოგონილი კითხვაა, იმიტომ რომ სააკაშვილს და მის გარემოცვას კოვზი ჩავარდა ნაცარში, ჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ სიტუაცია, რომ თითქოს საერთოდ ეს შეხვედრები არ არის. მე მაინც როგორც ჩანს თქვენაც მოინდომეთ და დიდი მადლობა რომ არაფრით არ გამოდიოდა. ახლა ასეთი ვიზიტი შედგა, ვთქვათ, მათ შორის შეიძლება სკანდალურიც ეს და რაღაც ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას უნდა მიეღო და ამიტომ უნდა იყოს რაღაც კითხვები. ხო არ ვიქნები მე ვინმეს დასაყრდენ. ხო, ბუნებრივია ჩდება ეს კითხვა. ამას როგორ მეკითხებით, რომ მე ვიქნები ვინმეს დასაყრდენ. ბატონო, ჩდება ეს კითხვა, მაგრამ ისეთ ადამიანებს ვთქვათ, ვისაც თქვენ თავად არ ჩდება. ეს კითხვები არის ხელოვნად მოგონილი მეთქი, ნინო. ამას საერთოდ როგორ მიბედავთ, რომ მე ვიქნები, რომ მე ვიქნები ვინმეს დასაყრდენი. რატომაც არა ხო შეიძლება რაღაც გაერთიანებაზე იგივე დასახოვი საუბრობდა მე მხოლოდ ამიტომ დამსვი ეს კითხვა რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთო რაღაც როცა დასახოვის იდეა არის რომ გაერთიანდეს ყველა ქართული დიასპორა მოსკოვში ამაზე იყო საუბარი ასევე ცხადია ამ ადამიანებს აქვს პოლიტიკური ინტერესები საქართველოში და მე კიდევ ერთხელ მეორე ამაში ვერანაირ პრობლემებს ვერ ხედავ ეს მათი საქმეა მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე აი როგორ მაგადრებს ამას საერთოდ რომ მე ვინმეს შეიძლება გაკადრებთ არის მე კითხვას ვსვამ და რაზეც მიგრისობლებას გამაჩნია არა, როგორ გეკადრებათ? ნუ უბრალოდ კითხვის დასმისებლობა იგივე გამახსენდა გიორგი იორგაძე ეგძება დასაყრდენზე ირინე სარიშვილის ხელმძღვანელობით პარტიაც კი შეიქმნა. ანუ ყოფილა ესეთი შემთხვევები და ხო შეიძლება უბრალოდ კითხვა გაჩნდეს, რომ ის ადამიანები, ვინც გაქცეულები არიან რუსეთში და ცდილობენ უკრაინულ უბრუნებას, ეძებენ პარტნიორებს. მე არ ვამტკიცებ ამას, რომ თქვენ პარტნიორებს ყოფილა ეს შემთხვევები, იმას დავუსვით ეს კითხვა. კარგით, გასაგებია თქვენი პასუხი. ბატონო, რომ გადმოვინაცვლოთ თბილისში, იმიტომ რომ დრო იწურება, თქვენ ანონსიც იყო ეს უბრალოდ ამ კვირაში ძალიან გახმაურდა ისევ ლოთიქობალიას თემა, რაც პირდაპირ სხვა შორის თქვენი პასუხი არ მომისმენია და ამიტომ დღეს მინდა უბრალოდ კითხოთ, ესეც მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო თქვენი, როდესაც შევიტყვეთ, რომ თქვა ლოთიქობალია ხდებოდა თქვენი თანაგუნდელი, სკანდალური ფიგურა, როგორც წარსულ პოლიტიკაში ისე ბოლქვაძეების ოჯახს გულისხმობ, როდესაც ისინი პირდაპირ ხელს ადებენ მას. ანუ ფიქრობთ თუ არა, ეს გარკვეული იმიჯზე იმოქმედებს თქვენი პარტია და საერთოდ რამ განაპირობა თქვენი ეს გადაწყვეტილება, რომ ლოთიქობალია დამდგარიყო თქვაც პოლიტიკურ ბრძოლაში თქვენს გვერდით. პირველ რიგში დავით ბოლგვაძის მკვლელობით დავიწყოთ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა თითქმის რა ზუსტად 16 წელი შესრულდა ამ დღეებში, მაგრამ ჩვენთვის პრინციპული საკითხი იყო ის, რომ ლოთიქობალიას ვახტანგ ქობალიას ამ საქმეში ბრალი არ მიუძღვის და მან კაფეოდ გამოაცხადა და ჩვენც უერთდებით მის ამ განცხადებას ჩატარდეს განმეორებითი გამოძიება
იმიტომ რომ გარემოებები ამ საქმის ცნობილია, ყველი უნდა დაისაჯოს, ესეც ყველაფერი ცნობილია და ახლა მთავრობას ურჩევნია ამ საკითხზე პიარის აგორებას კონკრეტული გამოძიება ჩაატაროს და შესაბამისად დამნაშავე დაისაჯოს. ხო ასე ჯობია რა. ხო მარტივი საკითხია. ეს ახლა დიდად ამ მთავრობას კაცი ვერ ენდობა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ რომ თუნდაც დღევანდელ ვითარებაში, დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პირობებში ჩაატარეთ გამოძიება, დაადგინეთ მტკვარ-მართალი და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავრობის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე საპასუხო პიარის აგორება არ არის. ჩაატარონ გამოძიება და ყველაფერი ძალიან კაფიოდ გამოჩნდება და შესაბამისად ვიღაცას ბოდიშის მოხდაც მოუწევს. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე დავით ბოლქვაძის მკვლელობა, ჟურნალისტის, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დასავლეთ საქართველოში, ძალიან სამწუხარო ფაქტია და თან მნიშვნელოვანია რომ მისი მკვლელობის გარემოებები თავიდან ბოლომდე ზუსტად იქნას გამოძიებული და დამნაშავე იქნას დასჭილი. მეგონი დამეთანხმებით თქვენ სამში და ჩვენ რაიმე ეჭვი რომ ქონოდა რომ ამბაში ვახტანგ ქობალია, ლოთი ქობალია მონაწილეობდა, ახლა ცხადია ის ჩვენთან ერთად პოლიტიკური მიზეზი მოქმედებს, როგორც მოკლე პასუხი გამიცით. პოლიტიკური რის გამო მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. საქართველოში უნდა შედგეს ეროვნული თანხმობა, ჩემო მინდა. აუცილებლად და ჩვენ ვეღარ დავყოფთ საქართველოს ვიადისტებად, შევარნაძისტებად, ასლანისტებად და ასე შემდეგ და ახლა მომავალში საქართველოს კიდევ მიშისტებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ოსებს და აფხაზებს თუ ქართველები არ გავერთიანდით ჯერ და შესაბამისად ვერც საქართველოს ვერ გავერთიანდით. გამიგეთ? ეს უფრო მომავალისკენ მიმართული ნაბიჯია. იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ, ბევრი ადამიანი დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარს უჭერს მოტივირებულად მათ შორის და მათი მოტივაცია არის ის რომ მომავალი მთავრობის პირობებში მათ რა არის კაცმა არ იცის, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ არა მარტო განცდა, არამედ იმედი და გარანტიაც, რომ მათი ადგილი მომავალ საქართველოში არის. ამისთვის საჭირო ეროვნული თანხმობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამის გარდა კიდევ ერთი პრაგმატული კომპონენტი ამ გადაწყვეტილებაში, სააკაშვილი როგორც თარეშობდა მანამდე სამეგრელოში, ისე თარეს სამეგრელოში ვეღარ გააგრძელებს. ანუ სამეგრელო მაინც იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ამ შემთხვევაში. სამეგრელო იყო მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი ამ შემთხვევაში. კარგი და ბოლო კითხვა და ძალიან მოკლედ მიპასუხეთ. ოპოზიციაში მიმდინარეობს სხვადასხვა გადაადგილებები, ვთქვათ, შექმნილი ერთი ალიანსი უკვე კარგა ხანია, ხა შესაძლოა რაღაც შეურიგებელთა კოალიციაზე საუბრობდა და ინიციატივით გამოვიდა ნინო ბურჯანაძე. ამ ყველაფრიდან გამომდინარეულად მინდა გკითხოთ, და არსებობს ორი გზა, არჩევნების და საპროტესტო გამოსვლების და ვთქვათ შეურიგებლების. თქვენ თუ აპირებთ ვინმესთან გაერთიანებას ან ალიანსს და როგორ უყურებთ არჩევნების გზას, მიიღებს თუ არა ზურაბ ნოღაიდელი და მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ბევრი ერთად გითხეთ, მაგრამ დრო მეწურება. ერთი პირველ რიგში მგონია რომ ყველას აქვს უფლება რომ თავისი გზით იაროს, ვისაც უნდა მხოლოდ არჩევნების გზით იაროს, ვისაც უნდა მხოლოდ აქციების გზით. თქვენ რომელს ირჩევთ, მე მაინტერესებს. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რომ ვაიძულოთ სააკაშვილი დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და ამ შემთხვევაში პირველ რიგში საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობს სწორედ და შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებით თავარ ძალისხმევას მაგრამ დანიშნულია უბრალოდ დაინიშნება ამბობს ხელისუფლება აქციები თუ თქვათ რაღაც სხვა მოქმედებები ჩვენ თქვათ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ხელისუფლება რომ საქართველოს გრევა შეჩერდეს რომ საქართველოს გაერთიანების შანსი შეინარჩუნოს და საქართველოს ეკონომიკის ფერზე დაყენების შანსი რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს. ამჯერად თუ გიხილავთ ოპოზიციის გვერდით ბატონ ზურაბ ეს მაინტერესებს თქვენ აპრილის აქციებს თქვენ ამბობდით რომ არ ეთანხმებოდით. არა ამ საარჩევნო ბატალიებში ასე რაც შეიძლება არჩევნებზეც მინდა თქვა კიდევ ერთხელ მეორე ჩვენ ნებისმიერ აქციებშიც მივიღებთ მონაწილეობას, რომელსაც ჩვენი აზრით შედეგი ექნება და მნიშვნელოვანი იქნება შედეგისთვის, მაგრამ ჩვენ არჩევნებში, ყველა არჩევნებში, რომელიც დაინიშნება და ჩატარდება საქართველოში, მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ იმიტომ შევქმნით ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტია, რომ არჩევნები მოვიგოთ და არჩევნების გზით მოვიდეთ. და თქვენს პარტიას ეყოლება კანდიდატურა ბატონ ზურაბ, ეხლა მერობის კანდიდატურას გულისხმობთ თქვა თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება კანდიდატურა. შესაძლოა თქვენ იყოთ თავად. მე არ ვიცი ვინ იქნება ჩვენი კანდიდატურა, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნინოჯერ დანიშნული არ არის. კი ანათქმა. ხო, მაგრამ ხელისუფლება ამბობს რომ დაინიშნება 30 მაისს. ხელისუფლებამ ბევრი რამე თქვა და მე მოიტყუა. სააკაშვილი, ესე იგი ამაში არის გროსმეისტერი, მოტყუილებში და ამისთან და საქმეებში, ამიტომ ჯერ კაცმა არ იცის ეს როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც კი დაინიშნოს, მაგრამ ჩვენ მაშინ მივიღებთ მონაწილეობას და ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. გადაწყვეტილი არ აქვს, იქნება თუ არა ზურაბ ნოღაიდელი. მე ამაზე დღეს ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ არჩევნები არის არა მარტო თბილისში, არამედ არჩევნები არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელ საქართველოში და ჩვენ კანდიდატი გვეყოლება ცხადი არა მარტო თბილისში, არამედ ყველგან საქართველოში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ ჩვენ დრო ამოიწურა. მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი საუბრობდა ამ სტუდიაში და სულ რამდენიმე წუთში უკვე ეკა ბესელია შემოგვერთდება. დიდი მადლობა.
ყოფილი სპიკერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი. შედგება თუ არა ბურჯანაძე ოქრუაშვილის ტანდემი. რა კონსულტაციებს მართავენ ერთმანეთში ორი ყოფილი მაღალჩინოსანი. შეურიგებელთა ერთიანობა მოიტანს მართლა ძალიან კონკრეტულ შედეგებს. რა საერთო აქვს ერთ დროს დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს და რატომ გამოთქვა ოქრუაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა სურვილი ეთანამშრომლა ახალ დემოკრატიულ ფრონტთან. შემთხვევითი არ არის რომ ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა დემოკრატიული ფრონტის შექმნას ძალიან ოპერატიულად. ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილს. ეთანხმება თუ არა ოქრუაშვილის პარტია ლიდერის გადაწყვეტილებას და როგორ დასრულდება კონსულტაციები ყოფილ სპიკერთან. რა გადაწყვეტილება იქნება მომავალში მიღებული, ამის წინასწარ განჭრედა ცოტა რთული. როგორია ეკაბესელიას პოზიცია შესაძლო გაერთიანებაზე? მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი პოზიციაში. გადაცემის ბოლო სტუმარი ეკაბესელია შემოგვიერთდა უკვე დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის ხალბატონიკა საღამომშვიდობისა და პირველ რიგში ბუნებრივია გკითხავთ ანონსიდან გამომდინარე ალბათ ხვდებით იმას რომ რამდენად შესაძლოა შედგეს ბურჯანაძე ოქრუაშვილის ტანდემი და რამდენად რეალურია და ვთქვათ საფუძვლიანი კონსულტაციები მიმდინარეობს ამ თემაზე. რატომ გაჩნდა ეს ინფორმაცია რომ მე მინდა გითხრათ რომ ძალიან ხელოვნურია თემა რომელიც ბოლო დღეებში საინფორმაციო საშუალებებში ხდება ტირაჟი ამ თემის ტირაჟირება იმიტომ რომ არ ვიცი ვის გონებაში მოიხარშა ეს სცენარი რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს ლაპარაკია პარტიული ტიპის გაერთიანებაზე მაგრამ შემიძლია პირდაპირ გითხრათ რომ ეს თემა და ეს დისკუსია დასრულდეს ამით რომ არ იგეგმება და არ დგას დღის წესრიგში არანაირი პარტიული გაერთიანება დემოკრატიულ მოძრაობასთან ეს არის უბრალოდ შეგეკითხებით უკაცრავად ნინო ბურჯანაძეც ადასტურებდა რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის ტელეფონურ კომენტარში მეც გიდასტურებთ რომ კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს ნამდვილად ხდება პოზიციების დაახლოება და დღეს ძალიან კარგად ღია ცხადად ნათლად ჩანს რომ ჩვენი პოზიციები ძალიან ახლოს არის ეს არის შეურიგებელი პოზიცია და ბრძოლის გაგრძელება რეჟიმის წინააღმდეგ აქ არის სწორედ ჩვენი პარტიული პოზიციების თანხვედრა მაგრამ ლაპარაკი იმაზე რომ პარტიები გაერთიანდება ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა და არ დგას ანუ კოალიციის შიგნით გაერთიანებაზეა ეს არის მხოლოდ შეურიგებელთა ჭიდრო კოორდინაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოზიციები უნდა დაახლოვდეს არა მარტო მოთხოვნების ირგვლივ, არამედ ერთიანი სტრატეგია უნდა იქნეს შემუშავებული და ასეთი ტიპის მჭიდრო კოორდინაციას ჩვენი პოლიტიკური პარტია გეგმავს არა მარტო დემოკრატიულ მოძრაობასთან, ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც აგრძელებს რეჟიმის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. ეს არის პოზიცია, რომელიც ძალიან ღია და ნათლად დადასტურდა მათ შორის იმ განცხადებაში, რომელიც გააკეთა რამდენიმე დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილმა, თუმცა ეს სხვადასხვაგვარად იქნა პირველი ლიდერი რომელმაც განცხადება გააკეთა რომ დემოკრატიულ იმიტომ რომ ჩვენ აქ საფიქრალი არაფერი არ აქვს პარტიას დღიდან შექმნისა აქვს სწორედ ეს კურსი და ეს პოზიცია აღებული ჩვენ შეურიგებელი ბრძოლა დავიწყეთ რეჟიმის წინააღმდეგ 2007 წელს და საფუძველი ჩაუყარეთ სათავე დაუდეთ პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური ცხოვრების ცვლილებებს და იმ პროცესების დასაწყისი პროცესების დაძვრის საფუძველი გახდა ჩვენი პოლიტიკური პარტიის გამოსვლა ოპოზიციურ ფლანგზე რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი 2007 წლის სექტემბრიდან გახსოვთ ის ნოემბრის მოვლენები ამიტომ თანმიმდევრულია პარტიის პოზიცია ამ საკითხში. არ აქვს მნიშვნელობა ვის ინიციატივა იქნებოდა. ოპოზიციურ გეგმებზე ვისაუბრებთ კიდევ, მაგრამ როდესაც პოზიციათა დაახლოებაზე საუბრობთ, უბრალოდ არ შემიძლია არ გავიხსენო. იგივე ნინო ბურჯანაძის და ირაკლი ოქრუაშვილის ურთიერთობა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. იყო ბევრი ესეთი ყოფილი ხელისუფლება და დღეს ერთად თქვა იბრძვიან ხელისუფლების და სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ უბრალოდ ოქრუაშვილისგან მაინც გასაკვირია და იმიტომ ვკითხულობ მისი ხასიათიდან გამომდინარე სულ იყო საუბარები ძალიან ხისტია. ანუ ესე იოლად ივიწყებს თქვა ისეთ განცხადებებს თუნდაც როგორც კეთდებოდა ბევრი გვახსოვს ჩვენ იგივე პარლამენტის ტრიბუნიდან ნინო ბურჯანაძის მხრიდან. ის არის სუდი პარტნიორი რომ ხელისუფლებაში შეცდომა იყო მისი ყოფნა მათ გვერდით და წარსულის თემები თუ დროებით არ გადაიდო, დროებით მაინც არ გადაიდო გვერდზე და თუ მუდმივად ხდება წარსულში ქექვა და დაბრუნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ადაპტირება მოცემულ რეალობაში პოლიტიკოს ძალიან გაუჭირდება და ირაკლი ოქრუაშვილს რომელმაც შეძლო და ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული როლი შეასრულა პოლიტიკური პროცესების გაცოცხლებაში და სწორედ მისი ნაბიჯები გახდა დასაწყისი იმ პოლიტიკური ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებისა. ეხლა ნამდვილად არ აღენებს დღის წესრიგში საკითხს, ვისთან შეიძლება წარსულის გამო
დღეს ურთიერთობების დალაგება და ვისთან არა. განსაზღვრელი პოლიტიკოსისთვის უნდა იყოს საზოგადოების განწყობა, რა ჭირდება დღეს ქვეყანას და ხალხს. არა ის, ვის რა წყენა ახსოვს წარსულიდან, ვიზი არის განაწყენებული. ეს მე ვფიქრობ ძალიან ისეთი ვიწრო კატეგორიის თემებია, რომელთაც პოლიტიკოსი არ უნდა დაკავდეს და დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანას ჭირდება რეჟიმის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა და ყველას, ვისაც აქვს ამის მზაობა, გამბედაობა, პრინციპულობა, თანმიმდევრულობა, დადგეს ერთად. ეს პროცესი მოითხოვს დღეს ცოტა ხნით წარსულის დავიწყებას და ამის დრო ალბათ მოვა მაშინ, როდესაც არჩევნები დაინიშნება, არ გულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც არც დანიშნულა ჯერ. თავის დროზე, როდესაც დაინიშნება და მე იმედი მაქვს, ეს მალე იქნება ბადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ, მაშინ შეიძლება ყველა კითხვა ღია დაისვას. მაშინ შეიძლება ყველა თემა გაიხსნას, რომელზედაც დღეს ანუ ისევ კონკურენტებად იქცეს, თქვათ, ოპოზიციის ლიდერები. არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია. არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შევძელით 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობის შექმნა და ერთიანი ფრონტით გამოსვლა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს გარკვეული, თქვათ, ბლოკებად ან გარკვეულ სხვადასხვა ტიპის კონფიგურაციებად ოპოზიციის წარმოდგენა. მე ვისურვებდი, რომ ერთიანი იყოს ოპოზიცია, მაშინ როდესაც დაეწყება წინა საარჩევნო ეტაპი, მაგრამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია განსხვავებული პოზიციების მიუხედავად თავი დავანებოთ ერთმანეთის კრიტიკას, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მტკივნეულ თემად გადაიქცა და გავაგრძელოთ ბრძოლა. დოკუმენტზე თქვათ საუბარი. არანაირი თავდაუსხმელობის დოკუმენტი არ იყო, აქ ლაპარაკია სოლიდარობის ქარტიაზე, რომელიც არის მოგულისხმობ რადისონში შეხვედრის შედეგს. ხო, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ერთმანეთის კრიტიკას ცოტა ხნით თავი დაანებოს უნდა ოპოზიციამ, იმიტომ რომ მთავარი ოპონენტი დღეს არის ხელისუფლება, რომელიც არის ძალიან სწრაფად შესაცვლელი, ამიტომ ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი რესურსი მივმართოთ ერთმანეთის შეცდომების მიხდებისგან, რა თქმა უნდა, გაანალიზება პროცესი სჭირდება, ამის გარეშე არაფერი არ ხდება. მე მინდა გითხრა ძალიან გუწვფელად ნინო, რომ შეიძლება სხვაზე მეტი მქონდეს სათქმელი, ცოტა მეტი მქონდეს სასაყვედურო, ცოტა მეტი მქონდეს შენიშვნის მისაცემი, მომიტევოს მაყურებელმა შეიძლება ამბიციურად ჟღერს ეს განცხადება, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ 2 წლის განმავლობაში ჩვენ პოლიტიკურ გუნდს მსხვერპლი აქვს გაღებული იმდენი, რამდენიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ვინც დღეს საქართველოში მოქმედებს და არასოდეს წინაპლანზე საკუთარი ინტერესები არ წამოგვიწევია. ხომ არა ფინანსებით, ქაბუტონეკა ბარემ გითხავთ, გაგახსენეთ დრონიჯის მიერ გამოქვეყნებულ სია, სადაც იყო დამფინანსებლებზე საუბარი გაზაფხულის აქციების ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სია. ინტერნეტ გვერდზე დაიდო, სადაც იყო საუბარი მირაკლი ოქროშუნა 3 მილიონი დახარჯა ჩადო თქვა გაზაფხულის აქციებში. ის რაც იქ წერია ნინო, მე ვთქვი კიდევაც თუ ის ისეთივე სიმართლეა, რაც წერია ირაკლი ოქროშულის შემთხვევაში, დანარჩენი სრულ სიას ვგულისხმობ, ნიშნავს, რომ აბსოლუტური სიცრუეა, უბრალოდ მე არ მაქვს ყველა დანარჩენზე ინფორმაცია, ეს იყო ხელისუფლების მიერ დადებული, მის მიერ შედგენილი სია, რომელიც ყოველთვის აქტიურდება ხოლმე, როდესაც იწყება საპროტესტო გამოსვლები, აი წინა პერიოდში ხდება ყოველთვის ფინანსური საკითხების წინ წამოწევა. ჩვენო პარტიამ გააკეთა იმდენი შენატანი, რამდენის რესურსიც ჰქონდა მას მცირე დაფინანსების მიუხედავად, მაგრამ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ადამიანური შენატანების თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ მართლაც უპრეცედენტო იყო. ძალიან რთული იყო ის პერიოდი, გახსოვთ თქვენ, როდესაც დაიწყო ეს პოლიტიკური პროცესები, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი ჩვენი დღესაც პოლიტიკურ პატიმრობაში და დევნილობაში იმყოფება. ამ პირობებში, გაუსაძლის პირობებში რთული იყო იმ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. კარგით, ქაბუტონეკა, ისიც რამდენი კითხოთ თქვენ საუბრობთ ერთმანეთის კრიტიკისგან, თავი უნდა შევიკავოთ და ეს გასაგებია, მაგრამ მე მაინც მინდა კითხოთ, თქვა ეს თუ დააზარალებს, თქვა თქვენს წინსვლას, დააზარალა თუ არა ამ განსხვავებულმა გზებმა, თქვა, იმიტომ რომ სულ იყო საუბარი ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და ამ დროს თქვენ და თქვა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფიქრობთ, რომ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს და არჩევნებში მონაწილეობას არ ეთანხმებით, თვითმმართველობას გულისხმობთ, ნაწილმა აირჩიეს არჩევნების გზა, კანდიდატურას დაასახელა. ანუ ფიქრობთ, რომ აი ეს სხვადასხვა გზა დააზარალებს გარკვეულწილად, თქვა თქვენი მიზნის მისაღწევ გზას, რაზეც მე მაქვს განსხვავებული ხედვა და მიდგომა. არ მგონია, რომ ტრაგიკულია განსხვავებული პოზიციების არსებობა დღეს პოლიტიკურ სპექტრში. სხვადასხვა გზას გულისხმობთ. იყოს სხვადასხვა გზა. თავარია ამოცანა იყოს ერთი. თუ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ არსებული ხელისუფლება შესაძლებელია და შესაძლებელია უთუოდ და ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ცივილიზებული, ლეგიტიმური დასაშვები ფორმები,
არ აქვს მნიშვნელობა დღეს გვაქვს თუ არა განსხვავებული ხედვა, როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები, იმიტომ რომ სადღაც ეს გზები გადაიკვეთება. ნუ დავისახავთ ამოცანად, რომ ყველა ოპოზიციური პარტია იდგეს ერთიან პოზიციაზე გრძელვადიან პროცესში. ჩვენ ეს შევძელით რამდენჯერმე მე ეს ვთქვი კიდევაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთი კანდიდატი ყავდა ოპოზიციაზე, იყო წარმატებული პროექტი, მაგრამ დღეს თუ თქვა ალიანსი მიდის უკვე ადგილობრივი არჩევნების გზით, მე ვერ ვხედავ ამაში. პრაიმერს არ თანხმდებით, ვთქვათ კონსერვატორები რასაც. მე ვაყენებ საკითხს ესე. პრაიმერამდე უნდა თქვან პარტიებმა, ისინი არჩევნებისთვის ემზადებიან თუ არა. პრაიმერი რისთვის? ლიდერი ერთიანი კანდიდატი თუ ლიდერი პოლიტიკური პროცესები გარეთ ქუჩაში. მაგრამ არასწორია ნინო ესეთი ფორმულირება, რომ ერთ ნაწილს უნდა არჩევნები და მეორე ნაწილს უნდა აქციები. უკაცრავად ყველას არჩევნები უნდა, მაგრამ გააჩნია რომელი არჩევნებში მონაწილეობას გულისხმობთ. ხო, არა, ჩვენ ვამბობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები არ არის ჩვენთვის თავარი პოლიტიკური მოვლენა, ჩვენთვის მთავარი მოთხოვნა არის ის, რითიც ხალხი ქუჩაში იდგა 2 წლის განმავლობაში. ეს არის ვადამდელი საპრეზიდენტო და შემდგომ საპარლამენტო არჩევნები. ხალხი სწორედ ამას ითხოვდა. ჩვენ არა გვაქვს უფლება ის მოთხოვნა მოხსნათ მით უფრო მას შემდეგ, რაც დღეს რეალობა არის იმგვარი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამოწურა აბსოლუტურად ყველა რესურსი მართოს ქვეყანა და მისმა გუნდმა. ამიტომ არ მესმის, როდესაც დაუნიშნავ ადგილობრივი არჩევნებისთვის მიდის პოლიტიკური მზადება და არ მესმის არც ის მართალი გითხრათ, როდესაც იგივე საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი ანუ ყოველგვარი შედეგის გარეშე როდესაც კანდიდატი უკაცრავად დაასახელა? მე პატივსემი იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შედიან ალიანსში. არა, შეფასებას ხდოდა, მაგრამ იმაჩნია, რომ იჩქარა, იმიტომ რომ ჯერ არჩევნები დანიშნული არ არის, ჩემთვის არ არის საკმარისი მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ არჩევნები დაენიშნება, არანაირი წინაპირობა არჩევნების ჩატარებისთვის არ არის, არც ის არ მახსოვს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ვითხოვდით ჩვენ იმ საპროტესტო გამოსვლების დროს, ამიტომ ადგილობრივი არჩევნები არ არის დღეს მოკლეგზა ხელისუფლების ცვლილებისა. მოდით ვილაპარაკოთ ამაზე მაშინ, როდესაც ეს იქნება გარდაუვალი რეალობა და 2010 წლის მაისში თუ აპრილში, როცა დაინიშნება, მაშინ ჩვენ ვიტყვით მაშინ გადაწყვეტილებას. მოკლეგზა, ამას იცით გეკითხებით, იმიტომ რომ იყო გაზაფხულზე აქციები, ვიცით რომ ეხლა ვთქვათ 7 ნოემბრისთვის გეგმავთ ნაწილი რაღაც აქციის გამართვას, ოპოზიციის თუ ყველა ერთად არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია და თქვენ მითხარით, მაგრამ ისევ თარიღის დათქმები იწყება, ვთქვათ, რომელსაც ასე თუ ისე არ გამართლა. რატო ფიქრობთ, თუ თქვათ ამ სიმბოლურ თარიღებზე აპელირება, შედეგიანი იქნება ამჯერად, ან ეს არის მოკლე გზა ვთქვათ. ნინო, გეტყვით, აქციები არ არის თვითმისანი და აი მუდმივად მესმის ამაზე საუბარი, რომ ეს იყო უშედეგო, უკრახით დასრულებული პროცესი. არ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ ძალიან ღირებული იყო ის ბრძოლა, რომელიც იყო უშუალოდ ქართველი ხალხის დიდი ნაწილის მონაწილეობით წარმოებული. მე ვგულისხმობ სამთვიან საპროტესტო აქციებს. სხვათა შორის, შედეგზე თუ არის ლაპარაკი, თუ 2 წლის განმავლობაში რაიმე შედეგი დადგა ბრძოლის შემდგომ, ეს იყო სწორედ აქციების თავზე. მე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნები 2007-2008 წელს უკავშირდება სწორედ საპროტესტო აქციებს. ასე რომ სამწუხაროდ ხელისუფლებამ დააყენა საკითხი ამგვარად, რომ თუ პოლიტიკური პროცესები მწვავდება, ხელისუფლება ამბობს, რომ ის მზად არის კომპრომისებზე წასასვლელად, მაგრამ თუ პროცესები უკვე მინავლდება და ქუჩაში არაფერი არ ხდება, ასე დროს ხელისუფლება ისე ყოყოჩდება, რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს, მათ შორის იმის უფლებასაც საქართველოს პატრიარქს შეუტიოს და მასზე ღია ტიპის აგრესია მიიტანოს. მე მითხარით, მოვისმენთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაფერს არ ნიშნავს ის განცხადება, ჩემთვის არის აბსოლუტურად ხელისუფლების ის იყო, აბსოლუტურად ფარისეულური განცხადება იყო, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ განცხადებამდე ხელისუფლებას არაერთი კონკრეტული იერიში აქვს მიტანილი, გავიხსენოთ დმანისის მონასტერში რა ჩაიდინა ხელისუფლებამ, გავიხსენოთ აჭარაში, როდესაც მშენებარე მონასტრის დანგრევა დაიწყო და არაერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, სადაც ხელისუფლება პირდაპირ ესხმოდა თავს საქართველოს ეკლესიას და მის უწმინდესობას, რომელიც სხვათა შორის დაადანაშაულეს რუსული ინტერესების სპეცსამსახურების ლობირებაში. ამიტომ რა განცხადებას გაავრცელებდა სააკაშვილი უკვე აღარაფერს აღანიშნავს, ძალიან ღია და ცხადად ჩანს მისი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ინსტიტუტისკენ, მართლმადიდებლობისკენ და მისი
უწმინდესობისგან, როგორც ყველაზე დიდი ნდობის მატარებელი პიროვნებისკენ. მაგრამ მე მინდა სხვა თემაზე გადავიდე. ოპოზიციას ეს გონებრივ პოლიტიკურ პროცესებში უწმინდესობის და პატრიარქის არც შემთხვევაში იგივე სამების შემთხვევას გაგახსენებთ, მაგრამ გეტყვით ამაზე. 26 მაისის თემა, რომელიც ცდელობა ვთქვათ იგივე ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვის, როდესაც იქ მივიდა ოპოზიცია მხარდაჭერებთან. არა, 26 მაისი ძალიან საინტერესო თემაა და მე მზად ვარ, არა მარტომ, არამედ ნებისმიერ ჩემს მეგობართან, თანამებრძოლთან, ოპონენტთან დავიწყდა და ვისაუბრებ. ხო, სხვა დროს, იმიტომ რომ ეს თემაა, რომელზედაც ხშირად ვისაუბრებ. დიალოგზე მინდოდა მე თქვა, ნინო. მეორე გზა თუ ვთქვათ აქციები არა და სხვათა შორის დაავიწყდა ამ ხელისუფლებას, რომ სწორედ ქუჩის აქციებიდან მოვიდა ხელისუფლებაში და თითქოს ის ხალხი არ ლაპარაკობდეს, მათ შორის ბაქრაძე, რომელიც თქვენი პირველი სტუმარი იყო, რომელიც სხვათა შორის იმ ვარდების რევოლუციით და ქუჩის აქციებით მოვიდა ხელისუფლებაში და ეს ის ხალხია, რომელიც პარლამენტში მაგიდებზე დარბოდნენ და ძალიან კარგად გვახსოვს ეს კადრები. ამიტომ ნუ იშვერენ ხოლმე ხელს და ნუ ამბობენ ესეთი გაოცებული სახით, რომ რა დროს აქციებია და დიახ, სამწუხაროდ აქციები უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ არ დასრულებულა ბრძოლის პროცესი. მე არ მგონია რომ ვინმესთვის ძალიან სასიამოვნოა ქუჩაში დგომა, გაცილებით კომფორტულია საკუთარი თავისთვის პარლამენტში მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების კეთება, მაგრამ არ მახსოვს არც ერთი შედეგი, რომელიც მოიტანა დიალოგმა. ვერ დამისახელებთ ნინო თქვენ ვერცეთ მაგალითს, რომ მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე შეხვედრის მიუხედავად, ან ბანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდგომ, რაიმე შედეგი დასრულდა თუ არა ოპოზიციის შეხვედრა. ჯგუფები იგივე საარჩევნო კოდექსზე არის და რა მოხდა დღეს? საარჩევნო კოდექსზე მუშაობს NDI-ის ხელმძღვანელობის ჯგუფი და დღეს უკვე საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას და იქნება ახალი გეოგრაფია 30 უბანი, რომელიც აბსოლუტურად ცვლის დღეს სურათს. ეს ხდება საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის გვერდის ავლით. ეს არის სწორედ პირდაპირ დარტყმა აი იმ გზისკენ, რასაც ხელისუფლება ტირაჟირებას უკეთებს, დიალოგის, კონსტრუქციულობის გზა. იმ კონსტრუქციული დიალოგის შემდგომ ნინო, რომელიც შედგა იგივე უშიშროების საბჭოს ფორმად, სადაც მე პირადად არ მივედი, ბანო მერაბიშვილთან, სადაც მივიდა ოპოზიციის ნაწილი, იქ შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია, რომელიც კმაყოფილებით აცხადებდა, რომ წარმატებული შედეგი იყო, რეპრესიები ვიზზე მიიტანეს, თქვენ გახსოვთ ჩემი ოჯახის წევრების ამბავი. იმ შეხვედრის შემდგომ იყო სწორედ, როცა ბანო მერაბიშვილმა ჩემი ოჯახის წევრები აიყვანა მძევლად და ამით გადაწყვიტა მან მე როგორც პოლიტიკურ ოპონენტს გამისწორდეს და ამით იძიო შური. აი ეს არის შედეგი. მე არ პოლიტიკოს უწოდებთ მათ დაკავებას, ხო, კაბინეტის ის სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზის დღეს ციხეში ჩემი ძმა, რომელიც აბსოლუტურად ის მხოლოდ იმიტომ ზის იქ, რომ ჩემი ძმა არის და ჩემზე განხორციელდეს ეწოლა, მაგრამ მე არ ვაპირებ უკან დახევას და გაჩერებას ნინო. სამწუხაროდ დიალოგი, მოკლედ მიპასუხო დიალოგი სამწუხაროდ ხელისუფლებამ თვითონ დაუკარგა დიალოგს აზრი და მნიშვნელობა. მე მზათავარ თუ ეს იქნება არა თანამშრომლობაში ჩაერთოთ. დახურულ რეჟიმში არა მზათავარ პირდაპირ საჯაროდ ღიად ილუსტრირებულად შევხვდე როგორც ქვეყნის პირველ პირს და ველაპარაკობ მხოლოდ იმაზე რატომ უნდა დატოვოს მან თანამდებობა და რატომ უნდა წავიდეს და არა იმაზე როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი. თუმცა პირისპირ პირველ პირს შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერები, იყო ესეთი შეფრთხილება. იყო დახურული შეხვედრა. გასაგებია, მაგრამ მათ შეხვედრა ხარს უჭერდი ღია ტიპის შეხვედრებს, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა, ეს კითხვები რომელიც არსებობს მოიხსნას. კარგი და ძალიან მოკლედ კი ან არა მიპასუხეთ, ანუ ფიქრობთ რომ ხალხი მზად არის ან თქვენი მხარდამჭერები ისევ პერმანენტულ აქციებში წაყვნენ ოპოზიციას? საზოგადოებას მინდა მივმართო და ეს იქნება ჩემი პასუხი. არჩევანი არის ძალიან მარტივი. ჩვენ ან ვეგუებით ამ რეჟიმს, ან ვაგრძელებთ ბრძოლას სხვადასხვა ფორმით. ეს იქნება 7 ნოემბერი, რომელიც მზადდება არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური სპექტრის და ჩვენც ვემზადებით ძალიან ამ დღისთვის და შემდგომი პროცესისთვის, თუ ვეგუებით რეჟიმს და ვაკეთებთ არჩევანს. ქვეყანაში დღეს რეალობა როგორიც არის საქართველოს ტერიტორიაზე სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეს არის ტრაგედია, ამას ვეგუებით თუ ვაგრძელებთ ბრძოლას. ამიტომ მე ხალხს იმედი რომ ხალხი დაუდგება ისევ ოპოზიციაზე ამ აქციებში გვერდით, მე ამას მე მაქვს უფლება, ჩემ ხალხს უთხრა, იმიტომ რომ მე მათთან ერთად ვიდექი მთელი ამ 2 წლის განმავლობაში და არც ერთი გადაწყვეტილება ჩემ პოლიტიკურ გუნდს არ მიუღია ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. ეს ღირსების საკითხია, ნინო, არ შეეგუო ამ რეჟიმს და იბრძოლო ბოლომდე თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის. მე ჩემი ხალხის იმედი მაქვს, რომ ის არ შეეგუება ამ რეჟიმს. დიდი მადლობა, ეკებესელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ჩვენი გადაცემის დრო ამოწურულია. ვანო ჯავახიშვილის შოუს დაეთმობა ხა რუსთაველის ეთერი. მე კი მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.